მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ და უსმენთ ლორდ კიფანიძის ვლოგს. ჩემი სახელია ლევა ლორდ კიფანიძე, პროფესიით პოლიტოლოგი ვარ და დღეს ვისაუბრებთ ფაშინიანის სომხეთის შესახებ. ძალიან გთხოვთ, თუ ჩვენი დახმარება გსურთ, გააზიაროთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში, დასვათ შეკითხვები კომენტარებში, დაალაიქოთ ეს ვიდეო YouTube-ზე. ეს ძალიან შეგვიწყობს ჩვენ ხელს. მას შევუდგეთ საქმეს. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ანალიტიკური თუ სამეცნიერო კვლევითი თვალსაზრისით საქართველოში. ჩვენ გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის კათედრა, ძალიან დიდი ისტორიის მქონე არმენოლოგიის კათედრა, ლევონ მელიქსედბეგისგან დაწყებული და დაფუძნებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, დღესაც ძალიან სერიოზული ხალხი მუშაობს იქ დიდი მონდომებით, დიდი თავდადებით, ძალიან დიდ პატივსცემ მე პირადად ამ კათედრის შემადგენლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არანაირი ხელშეწყობა იმას, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეზობელი ცივილიზაცია შევისწავლოთ, გავაანალიზოთ, არ არსებობს. სახელმწიფო არ უწყობს ხელს სომხეთის კვლევებს და ეს დარგი დღეს არის ჩამქრალი, არის მიტოვებული და ეს ძალიან დიდი დანაშაულია, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიის ანალიზი სომხური წყაროების გარეშე არის წარმოუდგენელი და თანამედროვე საქართველოს კონტექსტის გაგება მისი მეზობელი ქვეყნის, რომელიც თან ათასობით წელია მისი მეზობელია, აი ამ ქვეყნის კონტექსტის გააზრების გარეშე არის შეუძლებელი. ასე რომ ჩვენ ფიქრობთ მომავალზე, ვოცნებობთ ისეთ მომავალზე, სადაც არმენოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც და სხვა დაწესებულებებშიც იქნება ძალიან მხარდაჭერილი დარგი და შეისწავლიან იქ არა მხოლოდ სომხეთის გრანდიოზულ ისტორიულ წარსულს, არამედ თანამედროვე სომხეთსაც. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე სომხეთს ჩვენს ქვეყანაში თანმიმდევრულად არავინ არ სწავლობს და ეხლაც, როდესაც ჩატარდა რამდენიმე დღის წინ 7 ივნის არჩევნები სომხეთში, ქართულ მედიაში სომხეთის შესახებ ისეთი რაღაცეები თქვეს, რომ ყურებიდან სისხლი წამომივიდა, სიგიჟეები, ეს ჩვენი ჟურნალისტებიც ხო არაობები არიან სინამდვილეში ინტელექტუალური თვალსაზრისით. მათ უმრავლესობაზე ვლაპარაკობ, სტუდიაში მოწვეული ყავდათ გაუგებარი პერსონაჟები, გაუგებარი სპეციალისტები, არაფერი რო არ იციან დედამიწის ზურგზე და საუბრობდნენ სომხეთზე, საუბრობდნენ რაღაც ტრაფარეტული ფრაზებით, არანაირი სიღრმე მათ ანალიზს არ ქონდათ და მოკლედ შეშფოთებული ვარ, შეძრწუნებული ვარ, როგორც ბატონი ედუარდ ჯევარდნაძე იტყოდა და რაც მე იმ დღეს პირველ არხზე ვნახე, შემზარა, რაც მე ქართულ მედიაში სომხეთის შესახებ ნახე და წავიკითხე. ჩვენ ხვდებით, ესე იგი, ასევე ერთ-ორ სპეციალისტს, რომელმაც სომხეთი ნამდვილად იცის, მაგრამ შუბლზე აწერია, თუ ვის მხარეზე არის და არის უკიდურესად მიკერძოვებული და ობიექტურობის ნატამალი მათ მსჯელობაში არ არის და რაღაცა აი როგორც ისინი რა ქვია, კონსომოლები და ჰიტლერ იუგენდები თავიანთ ბელაც იმაშვებოდნენ, ხოტბას ასხამდნენ, ესე ასხამენ ხოლმე ხოტბას სომხეთის ლიდერებს და არასერიოზული გამოდის საბოლოო ჯამში მსჯელობა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ 1-2 ადამიანი მართლაც გამოკრთა სოციალურ ქსელებში თუ სხვაგან, ვინც სომხეთზე იმ არჩევნებზე, რომელიც 7 ივნის ჩატარდა, ნორმალურად ვისაუბრა და 1-2 სწორი აქცენტიც დასვა. ანუ მე რისი თქმა მინდა, რომ ვითარება ძალიან მძიმეა, როგორც სამეცნიერო კვლევითი თვალსაზრისით, ასევე ანალიტიკურ წრეებშიც ჩვენ მეზობელ ქვეყანას არ ვიცნობთ და განგაშის ზარი უნდა შევოვკრათ, რომ მომავალში ეს შეიცვალოს და რა ვიცი, ვალდებულება უნდა იყოს ალბათ ანალიტიკური დაწესებულებებისაც, აკადემიური დაწესებულებებისაც, რომ წელიწადში ერთი სპეციალისტი მაინც მომამზადონ და აღზარდონ, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესახებ უფრო სერიოზული და ღრმა ცოდნები ექნება. ეხლა მე რატო მოგიხმეთ თქვენს ეკრანებთან თუ smartphone-ის მონიტორებთან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა არ მაქვს პრეტენზია, რომ სპეციალისტი ვარ სომხეთის
ძალიან მინდოდა ბავშვობაში არა სტუდენტობაში რომ სომხური ენა მესწავლა და ამ ქვეყნის სპეციალისტი ყოფილიყავი ენების შესწავლის ნიჭი მაინც და მაინც არ მაქვს მიუხედავად იმისა რომ 4 ენაზე მუშაობ მაგრამ ანუ სომხურის შესწავლა ვერ მოვახერხე ძალიან უხარ ამის გამო თუმცა მთელი სტუდენტობა ჩემი ასე ვთქვათ ჩემს შემდგომ პერიოდშიც როდესაც უნივერსიტეტში ვასწავლიდი ან სხვა სასწავლებლებში ვასწავლი კავკასიის რეგიონი მისი სპეციფიკა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების ცენტრში ამიტომ აი ამ ყიამეთში ამ უდაბნოში გავბედავდა ერთ-ორ სიტყვას მოგახსენებთ თანამედროვე სომხეთის შესახებ უფრო სწორად ფაშინიანის სომხეთის შესახებ და მოდით ამაზე ვისაუბროთ როგორი არის ფაშინიანის პოლიტიკა სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სფეროში და ასევე აქცენტი დავსვათ ამ არჩევნების შედეგებზე და მის რეგიონალურ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ფაშინიანის შესახებ ბევრს არ მოგახსენებთ, ვიცით ჩვენ ვინ არის ეს ადამიანი 90-იანი წლების განმავლობაში, 2000-იანი წლების განმავლობაში, დასაწყისში 2000-იანი წლებისა იგი გახლდათ ჟურნალისტი, საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა, პრესის ფურცლებზე მუდმივად აკრიტიკებდა და ებრძოდა თქვათ იმ ყარაბაღის კლანს, ეგრეთ წოდებულს, რომელიც სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში იყვნენ. ამავდროულად ვიცით, რომ ოპოზიციურად აქტიური ფიგურა გახლდათ ბატონი პაშინიანი, პარლამენტის წევრი, ასევე პარლამენტშიც ის აქტიურად უპირისპირდებოდა ბატონ სერჟ სარქისიანს და ასევე მთავარი ცნობა მის შესახებ ჩვენ რაც უნდა გავიხსენოთ დღევანდელი მსჯელობის დროს გახლავთ ის რომ 2018 წელს ბატონი ნიკოლ პაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა ხავერდოვანი რევოლუციის გზით. გახსოვთ თქვენ სომხეთში რა ხდებოდა, სომხეთის მასშინელმა პრეზიდენტმა სარქისიანმა და რესპუბლიკურმა პარტიამ გაითამაშეს პუტინ-მედვედევის სცენარი დაახლოებით, ну საწყის ეტაპზე თლად ისეთი სცენარი არ იყო, მაგრამ მოკლედ პრეზიდენტი რო პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაჯდება და პრეზიდენტის უფლებამოსილებას პრემიერ-მინისტრის რანგში ინარჩუნებს, აი ამგვარი კონსტიტუციური ცვლილებები განახორციელა რესპუბლიკურმა პარტიამ და 2 ვადის ამოწურვის შემდეგ სერჟ სარქისიანს სურდა ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენა, მაგრამ ფაშინიანმა მართლა გამოიჩინა განსაკუთრებული მედეგობა, განსაკუთრებული ასე ვთქვათ, ბრძოლის უნარიანობა, ზურგჩანთით, კომბლით ხელში მოიარა მთელი სომხეთი და დაიწყო ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუცია, რომლის შედეგადაც სარქისიანს მოუწია ხელისუფლებიდან წასვლა და ნელ-ნელა გადააბარეს ხელისუფლება ბატონ ფაშინიანს. ასევე ფაშინიანის ბიოგრაფიიდან უნდა გავიხსენოთ, რომ თქვათ მის ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირდება ორ ომში და ორ სამხედრო შეიარაღებულ დაპირისპირებაში დამარცხება აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არცახიდან, ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის გამოდევნა და გამოსახლება. აი ამ კონტექსტში შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკაზე საუბარი, აი ამ მიმოხილვის კონტექსტში. მოდით თავდაპირველად ვისაუბროთ ყველაზე ღია და განსაკუთრებულ ნიშანზე, რომელიც ბატონ ფაშინიანს და მის პოლიტიკას ახასიათებს. ბატონი ფაშინიანი ცვლის სომხეთის ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების პოლიტიკას. მას სურს, რომ აღქმები, რომლითაც ბოლო 100 წელი ლამის ცხოვრობდა სომეხი ხალხი, მთლიანად შეცვალოს და მთლიანად გადაასხვაფეროს. თქვენ იცით, რომ აი ხა მე როგორც სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ბროში მიკეთია გულზე, აი ასევე მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ბატონ ფაშინიანს გულზე დაბნეული ჰქონდა თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის კონტურული რუკა, მის გარგრისფრად შეღებილი კონტურული რუკა და ეს მხოლოდ სიმბოლო არ გახლავთ და მხოლოდ რაღაცა გულზე დაბნეული ლამაზი
ნივთი არ გახლავთ, აი ეს კონტური, თანამედროვე სომხეთის საზღვრების კონტური და მისი ასეთ სტილიზება გამოხატავს თქვათ ბატონი ფაშინიანის პოლიტიკას მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის მიმართულებით. რას გულისხმობ, მეგობრებო? ბატონი ფაშინიანი ერთმანეთს საჯარო დისკუსიებში, საჯარო გამოცვლებში უპირისპირებს ორ ცნებას. არსებობს რეალური სომხეთი, რომელიც დღევანდელ საზღვრებში არის მოქცეული და არსებობს ისტორიული სომხეთი. ფაშინიანი ამბობს, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, უნდა გვიყვარდეს, უნდა გვახსოვდეს, უნდა ვამაყობდეთ ისტორიული სომხეთით, მაგრამ ისტორიული სომხეთი არის ისტორია. ისტორიული სომხეთი არის წარსული. ის ვეღარ დაბრუნდება. მისი აღდგენისკენ აღარ უნდა ვისწრაფოთ რაღაცა სამ ზღვას შორის მოქცეულ სომხეთზე, ვეღარ ვიფიქრებთ. მახსოვს შარშან თუ პირველად რო ვიყავი ერევანში, მაშინ ის ნახე მეწაღის ჯიხური და იმ მეწაღის ჯიხურში რო შევხედე, გამოკრული იყო უსარმაზარი დროშა, რუკა, ისი ტიგრან მეორის დროინდელი 2000 წლის წინანდელი სომხეთის და ეს ჩვენ ვართ იცახდნენ და ასე შემდეგ და ძალიან კარიკატურული ინტერპრეტაცია სომხეთის დიადი ისტორიისა, ასე ვთქვათ, აღმოვაჩინე აი ამ მეწაღის ჯიხურში, საბოლშევიკის ბუდკაში, ხო? აი ამ ცნობიერებისგან გათავისუფლებას ესწრაფვის ბატონი ფაშინიანი და ადამიანებს ეუბნება, რომ დავეტიოთ ჩვენ საზღვრებში, თუ გვინდათ რომ გადავრჩეთ, დავეტიოთ ჩვენ საზღვრებში. ყარაბაღი აღარ არის ჩვენი, ვერ ვაკონტროლებთ, ის აზერბაიჯანის ტერიტორია, ვანის ტბა ვერ გახდება სომხეთის ტერიტორია, ისტორიულმა კატაკლიზმებმა და ქარიშხალმა მოგვცა ეს სივრცე, რომელიც ძალიან პატარაა, 30000 კვადრატული მეტრია, მაგრამ ჩვენია და ვკონცენტრირდეთ აი ამ სივრცეზე, ვიმუშაოთ აი ამ სივრცეზე და მას მივყვეთ ბოლომდე, ხო? მაგალითად, მარტო რუკის და ამ ისტორიული და რეალური სომხეთის შესპირისპირებაში არ ვლინდება ხოლმე პაშინიანის აი ეს ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების პოლიტიკა, ის მაგალითად ამბობს ესეთ რამეს და განათლების სისტემაში ეს ცვლილება უკვე დაწყებულია, რომ თქვათ ისტორიის საგანი, რომელიც საშუალო სკოლებში ისწავლება, მისი სახელწოდება აღარ უნდა იყოს სომეხი ერის ისტორია, ხო? და სომეხთა ისტორია, როგორც წარსულში ეწოდებოდა. ანუ მთელი ერის ისტორია და როგორც წავიკითხე რამდენიმე სტატიაში, ესე იგი სომხეთის ისტორიის საგანი ასევე სკოლებში შესული იყო აი ამ ისტორიული სომხეთის განდიდების, მისი მომავალში კვლავ განხორციელების იმედით და ნიშნით. პაშინიანის პოლიტიკა ასეთია, რომ სომეხთა ისტორიის ნაცვლად სკოლაში ისწავლებოდეს საგანი სომხეთის ისტორია და ამით კვლავ ხდება შეპირისპირება რეალური და ისტორიული სომხეთისა და პაშინიანი და მისი პოლიტიკა კიდევ ერთხელ ეუბნება ყველას განათლების სისტემაშიც და მის მიღმაც, რომ მთავარი აქცენტი უნდა დავსვათ რეალურ სომხეთზე, ხოლო ისტორიული სომხეთით ვიამაყოთ და მის მომავალში აღდგენაზე, ფერფლიდან აღდგენაზე ფიქრები დროებით გავაჩეროთ და დავაპაუზოთ. აი მაგალითად მისი მეხსიერების პოლიტიკის გამოვლინება არის დამოკიდებულება არარატის მთის მიმართ, რომ არარატის მთა არ მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, არის სხვა ქვეყნის ტერიტორია, როცა ჩვენ ვაცხადებთ ამ არარატის მთას, ჩვენ თავარ სიმბოლოდ გერბზე გვაქვს, პასპორტის შტამპზე გვაქვს, ყველაფრის სახელწოდებაში გვაქვს ეს არარატი, ეს იწვევს მეზობელი სახელმწიფოების ეჭვებს, რომ ისინი შეიძლება შემოიჭრნენ და შემოიჭრნენ ვერა, მაგრამ შეიძლება მომავალში რაღაც პრეტენზიები ჰქონდეთ ამ სივრცეზე და ამ ტერიტორიაზე, თავის რეზიდენციაში არარატის რაღაცა გერბი, ისინი ნახატები და ასე შემდეგ ჩამოხსნა კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში განხილვის საგნად აქცია ეს არარატის მთის გერბზე დარჩენის თემა და ასე შემდეგ. მოკლედ, აქაც იმართება ჩანს რეალური სომხეთის სასარგებლოდ და აი ამ თავის საზღვრებში
ჩატევის თავის საზღვრების გამტკიცების, სომხეთის საზღვრების გამტკიცების განზრახვა ჩანს აი ამ პოლიტიკაშიც. და კიდევ ერთი შოკი, რომლითაც ეს შოკია, მეგობრებო, აზი გაუსვათ, როცა შენ ისტორიულ სომხეთის მაგივრად რეალურ სომხეთზე საუბრობ, არარატის ნაციონალურ სიმბოლოდ დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ საყენებ, სომეხთა ისტორია, რომელიც 100 წელია ისწავლება სომხეთის სკოლებში, ცვლიდა სომხეთის ისტორიას უწოდებ. ხო, ეს ძალიან დიდი შოკია იმ საზოგადოებისთვის, რომლებიც 10 წლეულებია ამ განზრახვით, ამ იდეოლოგიით და ამ პოლიტიკური შინაარსით ცხოვრობს. და ამ ყველაფერს, ამ პოლიტიკას ასევე მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის მიმართულებით პაშინიანის პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება გახლავთ პაშინიანის დამოკიდებულება სომეხთა გენოციდის მიმართ. პაშინიანი ამბობს, რომ ეს არის ტრაგედია, უბედურება, რომელიც საუკუნოდ დააჩნდება კვალად სომეხ ერს, ჩვენ უნდა ვიგლოვოთ, უნდა გავიხსენოთ ეს თარიღი, უნდა გვაწუხებდეს ეს გენოციდი, უნდა გამოვიკვლიოთ ეს გენოციდი, მაგრამ და აი ეს მაგრამ არის რა თქმა უნდა მთავარი პაშინიანის ასე ვთქვათ პოლიტიკის ნაწილი არის ის, რომ გენოციდი და ამ გენოციდის აღიარების საკითხი არ იქცეს სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის თავარ პრიორიტეტად. ის ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკაში გენოციდი არ უნდა ვაქციოთ იმ წყალგამყოფად, რომელიც ჩვენს მეზობლებს გვაცილებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ აი ამ იზოლაციისგან გავთავისუფლდეთ, რომელშიც უკანასკნელი წლებია, რომ ცხოვრობთო, აცხადებს პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი. ანუ ნახეთ, გენოციდის საკითხის გადააზრებასაც გვთავაზობს ბატონი ნიკოლ პაშინიანი. ესეც რა თქმა უნდა არის შოკი და შეძრწუნება მთელი სომხური საზოგადოებისთვის, გული უსხდებათ ამ საკითხზე იმ ხალხს, რომლებიც აღზრდილნი არიან და წმენით, რომ გენოციდი მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს და როგორც ჰოლოკოსტს ცნობს და უბედურებად მიიჩნევს მთელი მსოფლიო, აი ასევე სომეხთა გენოციდიც უნდა იქცეს მთელი მსოფლიოს განცდის საგნად. და შეგვიძლია გავიხსენოთ ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი სკანდალი, რომელიც გენოციდის საკითხის გადააზრებას მოჰყვა სომხეთში, ეს უკავშირდება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის უკაცრავად ძალიან საყვარელი ბატონი ჯეიდი ვენსის ვიზიტს იმაში, რა ქვია, სომხეთში ერთი წელიც არ არის მგონი გასული აი ამ ვიზიტისგან და ტრადიციულად, როგორც ყველა ოფიციალური სტუმრობის დროს, სომხეთში ჩამოსული ოფიციალური პირები მიდიან ხოლმე, ასე რა ქვია, მემორიალზე, სომხეთის სომეხი ხალხის გენოციდის მემორიალზე. მას დახვდა იქ ქალბატონი ედიტა გნოზიანი, ძალიან ცნობილი მკვლევარი აი ამ გენოციდისა და გენოციდის მუზეუმ მემორიალი ინსტიტუტის დირექტორი, ჩაუტარა მას იქ ექსკურსია, აჩვენა ქვის ჯვრები, რომლებიც დაკავშირებული არის ყარაბაღის ომში დახოცილ ადამიანებთან, და აჩვენა ამ ექსკურსიის დროს კავშირი, ვთქვათ, ყარაბაღის ომსა და გენოციდს შორის და ბოლოს, როცა ჯეიდი ვენსი ტოვებდა აი ამ მუზეუმ ნაკრძალ ინსტიტუტ მემორიალს, სწორედ აი ამ დროს ქალბატონმა ედიტა გნოზიანმა, ინსტიტუტის დირექტორმა ჯეიდი ვენს გადასცა წიგნები სწორედ გენოციდის თაობაზე, ყარაბაღის ომის პირველი ომის თაობაზე და ასე შემდეგ და ეს პაშინიანმა მიიჩნია პროვოკაციად სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებად, კრიტიკად და მან პირადად სატელეფონო ზარით ერთპიროვნულად ძალიან ავტორიტარული ასე ვთქვათ მეთოდებით ქალბატონი გნოზიანი გაათავისუფლა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან და ამას ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა სომხეთში. ქალბატონ ედიტას მხარი დაუჭირეს სხვა მეცნიერებმა, ძალიან ავტორიტეტულმა მეცნიერებმა
ძალიან ცნობილმა სპეციალისტებმა სომხეთის ისტორიის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ეს ერთპიროვნული ნაბიჯიც მიიჩნიეს არაეთიკურ, არც თუ ისე დახვეწილ მოქმედებად და დიდი კონფლიქტი მოხვა ამას სომხურ საზოგადოებაში. ერთი სიტყვით მე ისმის თქმა მინდა, რომ პაშინიანი შოკურ თერაპიას აწარმოებს, როგორც ზემოთ ვახსენე და ცდილობს, რომ აი ეს ტვირთი, გენოციდის ტვირთი, სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ტვირთი, აი ეს რაღაც ისტორიული სომხეთზე აპელირების ტვირთი ჩამოხსნას სომეხ ხალხს და უთხრას, რომ აი ეს საზღვრები გვაქვს, ეს ტერიტორია გვაქვს, დღეს ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ეს ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი არ არის თანახმა, რომ 10 წლების განმავლობაში მათ თავში ჯადებული და ჩამოყალიბებული აი ეს პოლიტიკური ცნობიერება ერთი ხელის მოსმით გადააგდონ და გადავიდნენ ახალ რელსებზე. შესაბამისად, ეროვნული იდენტობის პოლიტიკა, ეხსიერების პოლიტიკა ძალიან დიდ წყალგამყოფებს წარმოქმნის თანამედროვე სომხურ საზოგადოებაში, ფაშინიანის სომხეთში ეს კონფლიქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ძალიან მნიშვნელოვანია ფაშინიანის დამოკიდებულება ყარაბაღის მიმართ. ყარაბაღის მიმართ თავიდან იცით როგორი მსუბუქი ზედაპირული და სამარცხვინო იყო თქვათ ბატონი ფაშინიანის მოქმედებები, როდესაც იგი თავდაპირველად გახდა პრემიერ-მინისტრი, ყარაბაღში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ნახევრად თვრალი მგონი მივიდა მიკროფონთან და ყარაბაღი არცახი არის სომხეთი და წერტილი თქვა. ანუ მოსპო ასე მოლაპარაკებების ყოველგვარი სივრცე, ცოტა პროვოკაციულიც იყო ეს განცხადება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ და მის აი ამ გაუაზრებელ ზედაპირულ სამარცხვინო ასე ვთქვათ პერფორმანს მოყვა კიდევ უფრო გამალებული შეიარაღება, გამალებული ბრძოლა თვითონ აი ამ აზერბაიჯანის მხრიდან და როგორც დასრულდა და რანაირადაც დასრულდა ეს ამბავი, ჩვენ ვიცით, რომ დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა ისე, რომ აზერბაიჯანში, კერძოდ ყარაბაღში არც ერთი სომეხი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს. და აი ამ კონტექსტში აწარმოებს ბატონი ფაშინიანი თავის ახალ პოლიტიკას ყარაბაღის რეგიონთან მიმართებით. ეს არის, ამას შეგვიძლია უწოდოთ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული დუმილის პოლიტიკა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობები სომხეთშიც და მთელ მსოფლიოშიც, რომ სტეფანაკერტის თავარი გრიგორიანული, ანუ სომხური ტაძარი, ქრისტიანული ტაძარი მიწასთან მოასწორა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, არაფერი აღარ დატოვა მისგან. აი აღგავა პირისაგან მიწისა. სტეფანაკერტის ეპისკოპოსი მიმართავს რომის პაპს ამ საკითხთან დაკავშირებით სომხური საზოგადოება თან გულის ტკივილით, თან თავისი უნარობის შეგრძნებით, სასოწარკვეთილი, თქვათ, ფიქრობს აი ამ ტაძარზე არცახში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თუ ახალი ძეგლების განადგურებაზე და ამ საკითხზე სომხეთის ხელისუფლების რეაქცია, არ ჩავთვლით რაღაც პატარა გამოხმაურებებს, არის სტრატეგიული დუმილი, არ გავაღიზიანოთ აზერბაიჯანი და ის დაწყებული სამშვიდობო პროცესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მივიყვანოთ ბოლომდე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ბაქოს ტყვეობაში, ოფიციალური ბაქოს ტყვეობაში, აზერბაიჯანულ ციხეში მოხვდნენ როგორც ჯარისკაცები, ასევე პოლიტიკური ლიდერებიც. გასაგებია ახლა, რომ ფაშინიანი თავისი ყარაბაღის პოლიტიკის ფარგლებში დუმს, ვთქვათ, რუბენ ვარდანიანის შესახებ. რუბენ ვარდანიანი გახლავთ რუსი ოლიგარქი, მილიარდზე მეტია თუ არ ვცდები მისი ქონება,
სხვადასხვა წყაროებში ის მოიხსენიება რუსეთის საფონდო ბირჟის მამად და როდესაც ეს ყარაბაღის მეორე ომი გამწვავდა და აი ეს არცახი, ეგრეთ წოდებული არცახი აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, მოულოდნელად ეს კაცი რუსეთიდან დაბრუნდა, სათავეში ჩაუდგა აი ამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას და მცდელობა ჰქონდა, რომ თქვათ რაღაცა თავისი გმირული თავგანწირვით, ასე ვთქვათ, პოზიციები მოეპოვებინა სომხურ საზოგადოებაში და ერთის მხრივ წარსულ ელიტებზე უკეთესი პოზიცია ჰქონოდა, ანუ ქოჩარიანზე უკეთესი დამოკიდებულება და გავლენა ჰქონოდა სომხურ საზოგადოებაში და მეორეს მხრივ ფაშინიანისთვის გადაეჯოკრა, ასე ვთქვათ და აი არცახში მისი თავგანწირის კვალობაზე ქცეული იყო სომხეთის მომავალ ლიდერად, ეს ჯორჯ კლუნის ძმაკაცი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც მერე აზერბაიჯანის არმიამ დააკავა არცახიდან ევაკუაციის დროს და ეხაც ციხეშია, ტყვეა, ბაქოშია და გასაგებია, რომ ფაშინიანი თავის პოლიტიკურ ოპონენტზე არ საუბრობს, მაგრამ ძალიან ფრთხილი, დუმილით აღბეჭდილი არის მისი დამოკიდებულება სხვა სომეხი ტყვეების მიმართაც და მათ შესახებ, ასე ვთქვათ, ბევრს აღლაპარაკობენ სომხურ საზოგადოებაში ფაშინიანის მომხრეები. ოპოზიცია პირიქით ამბობს, რომ აი მიატოვა ფაშინიანმა, მიატოვა ჩვენი ჯარისკაცები, არაფერს არ აკეთებს მათ დასახსნელად და ეს ბუნებრივია გარკვეულ კონტურს ქმნის, კონტურს და შტრიხს ქმნის პაშინიანის ყარაბაღის პოლიტიკისა. Ну, იყო შემთხვევები, როდესაც გამოხსნილი ტყვეების წინააღმდეგ აქეთ დაიწყეს სასამართლო პროცესი, ხო, აი სტალინის დროს რო იყო, რომ ჰიტლერის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ადამიანს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კიდე სასამართლო პროცესებს უმართავდნენ, რომ შენ სამხედრო დისციპლინას არ დაემორჩილე, გვიღალატე, ასე შემდეგ, ესეც ძალიან მძიმე დახს ასვამს ხანდახან საზოგადოებრივ პოლიტიკურ დისკუსიებს სომხეთში და ბევრი, თქვათ, არაპრორუსი ოპოზიციონერიც კი, ასე ვთქვათ, გულდაწყვეტით შეჰყურებს ფაშინიანის ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას ტყვეთა მიმართ. კიდევ რა შეიძლება ითქვას პაშინიანის ყარაბაღის პოლიტიკის შესახებ? Ну, ყარაბაღიდან დევნილობაში აღმოჩნდა 100,000-ზე მეტი ადამიანი და მათ პირდაპირ სომხეთის მოქალაქეობა არ მიანიჭეს. 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოცხადდა ლტოლვილად და საბოლოოდ 7 ივნისის არჩევნებში თუ არ ვცდები, მონაწილეობა 30-დან 35,000-მა ლტოლვილმა მიიღო, ანუ 30-დან 35,000-მდე ლტოლვილმა მიიღო მოქალაქეობა. დანარჩენები დარჩნენ მოქალაქეობის გარეშე და ამაზეც ბევრ საუბრობენ სომხურ საზოგადოებაში, რომ ფაშინიანს მაინც ეშინია, მაინც დიდი ჯგუფია, მობილიზებული ჯგუფია, ერთი ნიშნით გაერთიანებული ჯგუფია ეს არცახიდან გამოდევნილი ადამიანები და ის მათ რო არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, გარკვეული გავლენა ეკნებოდათ ფაშინიანის საწინააღმდეგო განწყობებზე და ფაშინიანის წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას, ამიტომ ყველას ერთბაშად მოქალაქეობა არ მიანიჭა და აი ყარაბაღელებს იმედი აქვთ, რომ მომავალში მაინც 100,000-ივე გახდება სომხეთის სრულუფლებიანი მოქალაქე და თავის პოლიტიკურ სიტყვას იტყვის. და ალბათ ბევრ თქვენგანს გახსოვთ ის ამაზრზენი და გულისამრევი კადრები, ესეც შეიძლება ყოველთა მიმართ ფაშინიანის დამოკიდებულებას გამოხატავდეს. აი ეს მეტროში, როდესაც კივილწივილი დაუწყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ქალს შვილთან ერთად. ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ საკუთარი სახლიდან გამოაგდეს და დევნილობაში, ლტოლვილობაში ცხოვრობს სომხეთში. Ну, ეს 90-იანი წლები გამახსენდა, როდესაც ქართველ ლტოლვილებს აფხაზეთიდან ეუბნებოდნენ, რომ რატო არ იბრძოლეთ, თქვენ ფარჩაკებო, იარაღი რატო დაყარეთ, რატო მიატოვეთ თქვენი სახკარი, რა გიდათ თბილისში, ლს რატო ამბობთ და ასე შემდეგ. ასეთი დამოკიდებულება რო იყო, დაახლოებით ეგ ასოციაციები გაიღვიძა ჩემში, როდესაც უყურებდი მეტროს ვაგონში ისტერიკაში ჩავარდნილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ერთ-ერთი უქონდა. როგორ გავაკეთეთ?
სომხეთიც უკნევს იმას, რა ქვია, თავის თანამოქალაქეს. მოკლედ, ყარაბაღის მიმართაც ძალიან ბასრია ბატონი ფაშინიანის პოლიტიკა და ეს აგრძელებს იმ ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების პოლიტიკას, რომელზეც ისაუბრეთ. აქაც ნაჯახი უჭირავს ხელში ბატონ ფაშინიანს და ამბობს, რომ ჩამოვჭრათ, გავთავისუფლდეთ ამ ტვირთისგან, გადავდოთ გვერდით ეს ამბავი, ეს აზერბაიჯანის ტერიტორია და ასე შემდეგ. პაშინიანის სომხეთი კიდევ ერთი კონფლიქტით არის აღბეჭდილი. ეს გახლავთ კონფლიქტი მმართველ პარტიასა და ეკლესიას შორის. და ეს კონფლიქტი ალბათ დაიწყო 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორი ვითარება შეიქმნა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? პაშინიანის მთავარი მოწინააღმდეგები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები. 2021 წელს ესეთი არჩევანი ჰქონდა სომხეთის მოქალაქეს, ან აირჩევდა პაშინიანს, ან ხმას მისცემდა ყოფილ პრეზიდენტ სარქისიანს, ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს, ყოფილ პრეზიდენტ ლევონ ტერპეტროსიანს და მოკლედ ესეთი არჩევანის წინაშე იდგა ან ახალი ძალა, ან ძველი ელიტები. თან ეს ძველი ელიტები, განსაკუთრებით ბატონი რობერტ ქოჩარიანის სახით, მთლიანად ასოცირებული და დამოკიდებული იყვნენ, ასე ვთქვათ, რუსეთზე. ლევონ ტერპეტროსიანი არა, მაგრამ ქოჩარიანი და სარქისიანი რუსეთთან ასოცირებული ლიდერები იყვნენ და რუსეთის რჩეული მარჩევნებზე იყო ქოჩარიანი, რომელიც დამარცხდა. მას როგორი ვითარება შეიქმნა არჩევნების შემდეგ? ყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ომში დამარცხების მიუხედავად შეინარჩუნა თავისი ძალაუფლება და ყავს ძველი კორუმპირებული პრორუსული სამხედრო ყარაბაღული, ასე ვთქვათ, ელიტის წარმომადგენელი ქოჩარიანი, რომელსაც განსაკუთრებული ავტორიტეტი საზოგადოებაში აღარ აქვს. ანუ გამარჯვებული ფაშინიანი, დამარცხებული ქოჩარიანი. ესეთია ვითარება, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, 2021 წლის შემდგომ სომხეთში. და თითქოს არავინ აღარ ჭანს, ვინც დაუპირისპირდება ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. და ამ დროს, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, რუსეთმა, რაც აბსოლუტურად დასაბუთებული მოსაზრებაა, ჩემი აზრითაც, რუსეთმა, კგბ-მ, ან პრორუსულმა ჯგუფებმა, ან რუსეთზე მოიმედე გაერთიანებებმა სომხურ პოლიტიკაში ახალი კარტი გაათამაშეს. ამ კარტს ეკლესიის კარტი შეგვიძლია უწოდოთ. სანამ ამ კარტის გათამაშებაზე ვისაუბრებდეთ, ჩვენს საზოგადოებას უნდა უთხრათ, რომ სომხეთში არც აქამდე და არც ამ დიდი კონფლიქტის შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტი ისეთი მაღალი არ ყოფილა, როგორც ქართულ საზოგადოებაში. ქართული საზოგადოებისგან განსხვავებით, ეკლესიის რეიტინგი სომხეთში 100% და 90% არ ყოფილა და არც გარეგინ მეორე გახლდათ არასდროს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ისეთივე ავტორიტეტული, როგორც ილია მეორე. ასევე პირდაპირ პარალელებს ვერ გავავლებთ ქართული და სომხური ეკლესიების, საქართველოსსა და სომხური ეკლესიის გავლენებს შორის. მოკლედ, ეხლა როგორ გათამაშდა ეს კარტი? ესე იგი, ამ ომის შემდეგ, როდესაც სომხეთი დამარცხდა სამხედრო შეერაღებულ დაპირისპირებაში და აზერბაიჯანელ ერმა აღიდგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა, დაიწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაციის პროცესი. დემარკაციის პროცესი, რომელიც ბოლომდე, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, მაგრამ ამ დემილიტაციის პროცესის ერთ-ერთ ეტაპზე ამოვიკითხავ თავუშის რაიონის 4 სოფელი, რომელიც ესე იგი ამ ომების შედეგად მაინც და მაინც ფეხზე ვერ იდგნენ, 4 სოფელი,
აზერბაიჯანის საზღვრებში აღმოჩნდა, აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. და აქედან იწყება მთელი ამბავი და მთელი კორდებალეტი. იწყება, ასე ვთქვათ, დიდი მოძრაობა, რომელსაც სათავეში უდგება არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ამბობს, რომ ამ 4 სოფლის გადაცემა არ შეიძლება, ეს ჩემი ეპარქიის ნაწილია, ამით უარს ვამბობთ ჩვენს ტერიტორიებზე, სომხეთის ერთი გოჯი მიწაც არ უნდა დავკარგოთ და აი ამ თავუშის რაიონიდან ადგილობრივი ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით იწყება ეგრეთ წოდებული საეკლესიო გადატრიალების ცდელობა. ბაგრატ გალსტანიანი ახერხებს იმას, რომ აი ეს ამბავი, ერთი რაიონის ამბავი, 4 სოფლის ამბავი, ერთი რაიონის პროტესტიდან აქციოს საერთო ეროვნულ პროტესტად, ის ბანაკდება ერევანში, აწყობს იქ მასობრივ დემონსტრაციებს, ითხოვს იგი პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ითხოვს იგი ვადამდელ არჩევნებს, ბატონი გარეგინ მეორე ამაზე მაინც და მაინც არ რეაგირებს და მოკლედ აი ამ პროცესის შედეგად ბატონი გალსტანიანი, ბაგრატ გალსტანიანი პირდაპირ შედის კონფლიქტში ფაშინიანთან, მასადამე ეკლესია პირდაპირ უპირისპირდება და ხდება ხელისუფლების შეცვლის ირიბი არა, პირდაპირ ხდება ხელისუფლების შეცვლის ინიციატორი. მთელი პროცესები მოჰყვა უკვე აი ამ ამბავს, ძალიან ბევრი პროცესი მოჰყვა ამ ამბავს, ხო? მაგალითად არ დატოვა ხელისუფლებამ უპასუხოთ ეკლესიის ესეთი უხეში ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში და უკვე თავად ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება გადავიდა შეტევაზე. მაგალითად ბატონმა იმან რა ქვია ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ეკლესია იქცა სომხური სახელმწიფოს თუ საზოგადოების საკუჭნაოდ. და ყველა გამოუსადეგებელი ძველი, დამტვრეული, გაუბედურებული ნივთი, გადასაღრელი ნივთი და ნაგავი არის აი ამ ეკლესიაში თავმოყრილი. შემდეგ უკვე ამ ყველაფერს მოჰყვა დაუქორწინებლობის აღთქმაზე ლაპარაკი უფრო სწორად, ანუ ბატონი ფაშინიანი საჯაროდ დაიწყო იმის მტკიცება, რომ კრტიჩ ნერსესიანს უკვე თავისი სამოქალაქო სახელითა და გვარით მოიხსენიებდა იგი კათოლიკოს პატრიარხ გარეგინ მეორეს, რომ მას ყავს ქალიშვილი და ცოლი ყავდა და ბავშვები ყავს გაკეთებული რაღაცა მსგავსი რიტორიკით გამოვიდა იგი და რადგან დაუქორწინებლობის აღთქმა მას დარღვეული აქვს, უნდა გათავისუფლდეს კათოლიკოს პატრიარხის თანამდებობიდან. მოითხოვა ფაშინიანმა, რომ სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით ძლიერი იყოს ახალი კათოლიკოს პატრიარხის არჩევის დროს. რა თქმა უნდა, მის აი ამ გამოთქმებს სასტიკი რეაქცია მოყვა რელიგიური ლიდერების მხრიდან, მათ გააკრიტიკეს ხელისუფლება ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში, კათოლიკოს პატრიარქისთვის ცილის წამებაში და მოკლედ საშინელი გნიასი ატყდა. მერე პაშინიანი როგორც ასე ვთქვათ, არც თუ ისე სრულად დემოკრატი ადამიანი იყენებს უშიშროების სამსახურის საშუალებებს ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართ და აქვეყნებს, ვთქვათ, ზოგიერთი რელიგიური იერარქის წინააღმდეგ სექსუალური შინაარსის ვიდეოებს, იქ ვიღაცას კოცნია, ვიღაცას ხელებს უფათურებენ და საშინელება გულისწამრები ვიდეოებია, ამებს ავრცელებენ, მაგრამ აი პიკი ყველაფრის იყო, რომ სომხური ეკლესიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თუ არ ვცდები ბატონი გარეგინ მეორის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ აგერო ჩვენი პრემიერ-მინისტრიო საერთოდ არ არის სომეხიო, მაგასო წინდა წვეტილია ხო? და ეხლაც მეცინება ამაზე ძალიან მგონი ამოწერილი მაქვს ეს სტატუსი. მოიცადე
სად არის ეს სტატუსი? არა მომწერია ხო, იმიტომ რომ სირცხვილია იმისი ამოწერა. ამაზე პასუხად ბატონი ფაშინიანი პირდაპირ წერს სოციალურ ქსელში, რომ მოვიდესო თუ უნდა კათოლიკოს პატრიარქიო, თუ უნდა მისი პრესმდივანიო და ვაჩვენებ. და თვითონ გადაწყვიტოს ვარ წინდაცვეთილი თუ არ ვარ და წინდაცვეთილი და სომეხი ვარ თუ არ ვარ სომეხი. მოკლედ აი ამ დონემდე მივიდა დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის აი ჩვენებამდე მივიდა იმის ჩვენებამდე მივიდა საქმე საბოლოოდ მოკლედ მაინც მძიმედ დასრულდა ეს ყველაფერი სომხეთის უსაფრთხოების ძალებმა ჩაატარეს ანტიტერორისტული ოპერაცია ბაგრატ კალსტანიანი ეს კაცი რომელიც ორგანიზაცია წმინდა ბრძოლას ჩაუდგა სათავეში და დაიწყო ეს რევოლუციის მცდელობა დააკავეს ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით რომ თითქოს იგი უკვე იარაღს აგროვებდა იმისთვის რომ სამხედრო შეიარაღებული გადატრიალება მოეწყო ეკლესიის სახელით პაშინიანის წინააღმდეგ ამას მოყვა შემდეგ გაუსვლელობის ქვეყნიდან გაუსვლელობის ასე ვთქვათ სანქცია კათოლიკოს პატრიარქ გარეჯი მეორის მიმართ გადასახადების დაწესების ინიციატივა ეკლესიის მიმართ და მოკლედ წმინდა ბრძოლის ინიციატორები ციხეში არიან რამდენიმე ეპისკოპოსი, სასულიერო ლიდერები, მათი მოკავშირეები, ბატონი გარეჯი მეორე არის იზოლირებული და მოკლედ ეკლესიის მიმართ ბრძოლა პიკს აღწევს და მისი რეფორმირების მცდელობა ფაშინიანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ფაშინიანის სომხეთის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედაც შეიძლება იყოს ეს ეკლესიის რეფორმირების მცდელობა და პაშინიანის ოფიციალური პოზიცია ესეთია რომ ეკლესია კგბ-ს აგენტებისგან და რუსეთის მონებისგან უნდა გათავისუფლდესო. როგორი არის პაშინიანის სომხეთის საგარეო პოლიტიკა? ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. გერმანული გამოცემები პაშინიანის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას უწოდებენ შპაგატს. და მართლაც ბატონი პაშინიანი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ცდილობს შპაგატში ჩაჯდომას, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ჯერჯერობით ეს მას გამოდის. პაშინიანმა რამდენიმე ხნის წინ და მისმა პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ეს იყო ძალიან დიდი მოძრაობა, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც, პროევროპული ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ ამ ამბავში ჩართულნი და მართლაც უპრეცედენტო რამ მოხდა სომხეთმა კანონის დონეზე განაცხადა, რომ იგი ემზადება, იწყებს თავისი ქვეყნის და სახელმწიფო სტრუქტურების მომზადებას იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ. არაჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ ეს და ეს ევროპისკენ სწრაფვა კიდევ რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა, თქვენ ნახეთ თქვათ ვიზიტები ჯეიდი ვენსის, რუბიოსი, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სომხეთში, ანუ სომხეთი იქცა კავკასიის ცენტრად ევროპული და დასავლური თვალსაზრისით, ამერიკის ორი უმაღლესი თანამდებობის პირი და ევროპის ყველა ლიდერი სომხეთში ჩავიდა და ამ ქვეყანას მის დასავლურ კურსს და ორიენტაციას ფაშინიანის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. საგარეო პოლიტიკური ნიშანი გახლავთ საგარეო პოლიტიკას, ასე ვთქვათ, სომხეთისას ყველაზე მეტად გამოხატავს ის კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ ნახეთ, როგორ დასეირნობს ბატონი მაკრონი სხვა ლიდერებთან და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხან ერევნის ქუჩებში, ხან სიდიდით მეორე ქალაქის გიუმრის ქუჩებში, მოკლედ ფაშინიანი მიიწევს ევროპისკენ და პროევროპული ორიენტაცია აქვს და მადლობა ღმერთს ამისთვის, იმიტომ რომ ფაშინიანს რო ეს პოლიტიკა არ ქონდეს, ჩვენი რეგიონი მთლიანად აი ამ ევროპული და დასავლური ინტერესის სფეროდან შეიძლება ამოკვეთილი ყოფილიყო.
ამას ემატება თქვათ ის გზა, რომელიც უნდა გავიდეს ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანზე ტრიპი, ესე ქვია, ხო, ტრამპის გზა და აქ უკვე ამერიკული ინტერესი შემოდის ამ რეგიონში და თქვათ აზერბაიჯანი ამ გზით დაუკავშირდება ნახჭევანს, ნახჭევანი დაუკავშირდება თავის მხრივ თურქეთს და ამერიკის ზედამხედველობით, ამერიკის თანამონაწილეობით, ამერიკის სომხეთში მყოფობით ხდება აი ამ ახალი დერეფნის გაჭრა საქართველოს სამხრეთით. საუბარი არის თქვა თურქეთსა და სომხეთს შორის ავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე, რკინიგზის გახსნაზე და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, საგარეო პოლიტიკა ბატონი ფაშინიანის მთლიანად მიმართული არის დასავლეთზე და დასავლეთში ინტეგრაციაზე. მაგრამ ნახეთ რას ვხედავთ, მეორეს მხრივ ვხედავთ ძალიან დიდ ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ფაშინიანი რჩება ევრაზიული კავშირის წევრად, მისი ეკონომიკური წარმატება მეტნაკლებად არის ამ ევრაზიული კავშირის წევრობაზე დამოკიდებული. თქვენ გახსოვთ პუტინთან ფაშინიანის უკანასკნელი ვიზიტი, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ რომლის დროსაც პუტინმა ფაშინიანს უთხრა, რომ ორ სკამზე ჯდომა შეუძლებელია, ან ევრაზიულ კავშირში უნდა იყოთ, ან ევროპულ კავშირში, რასაც პაშინიანმა უპასუხა, რომ ამ დრომდე ეს შესაძლებელია, რომ ჩვენ ევრაზიულ კავშირში დავრჩეთ და ევროკავშირისკენ ვისწრაფვოდეთ. აი, როცა არ იქნება ეს შესაძლებელი, მე დავფიქრდებით, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. რამდენად სურს ახლა რუსეთს და ევრაზიულ კავშირს, რომ ეკონომიკურად სომხეთი დატოვოს ევრაზიულ კავშირში, გააძლიეროს იგი ეკონომიკურად, რაღაც ეკონომიკური სიკეთების მიღების საშუალება მისცეს სომხეთს ევრაზიულ კავშირში ყოფნით და ეს სიკეთეები სომხეთმა მერე ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გამოიყენოს. ხო, ეს რამდენად სურს ევრაზიულ კავშირს, აი ეს სათუო საკითხია და მართლა შპაგატთან გვაქვს საქმე. სიკეთეები მივიღოთ ევრაზიული კავშირის წევრობით და ამის საფუძველზე შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რათა ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ ევრაზიული კავშირისგან. ხო, ესეთია პაშინიანის პოლიტიკა და ამას ევრაზიულ კავშირში მაინც და მაინც მხარს არ უჭერენ. და ნუ რუსეთი გადაფიჩინდა, ფიჩინი გამოაცხვეს რუსებმა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც თქვათ ზელენსკიმ სომხეთიდან ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრიდან ისაუბრა წითელი მოედნის დაბომბვის შესაძლებლობაზე, დრონებით დაბომბვის შესაძლებლობაზე. ძალიან გაღიზიანებულია რუსეთი, ასევე პოლიტიკით, როცა ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, სომხეთი არ შეიძლება როდესაც ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში. Я настаиваю на том, чтобы больше этот деятель, как бы за него ни проголосовали, больше не появлялся в нашей столице. Больше унижения и оскорбления, чем он нанес всем нам перед накануне великого праздника, трудно себе представить. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ფაშინიანის სომხეთში და რამდენდე შეძლებს ფაშინიანი აი ამ პოლიტიკის გატარებას, რომ თან ევროკავშირისკენ ისწრაფოს და თან ევრაზიული კავშირის წევრად დარჩეს, აი ამას დრო გვიჩვენებს. და მოდით ეხლა ლოგიკურად შეიძლება გადავიდეთ ჩვენ ფაშინიანის სომხეთის ეკონომიკური პოლიტიკის მიმოხილვაზე. პაშინიანის ეკონომიკა ძალიან საინტერესოა, ანუ კაცმა ომი წააგო, აქ დაძაბულობა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთთან არის, თქვათ, ერთი შეხედვით ძალიან ესეთი ცეცხლოვანი და ქარიშხლიანი ეპოქა სომხეთის ისტორიაში, პაშინიანის მმართველობის პერიოდი, მაგრამ ამის პარალელურად სომხური ეკონომიკა წინ მიიწევს.
და აი ამ სომხეთის ეკონომიკის წინსვლას კვლევართა და სპეციალისტთა დაკვირვებით რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი და მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, გახლავთ დასავლეთის ქვეყნების სასანქციო პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის სანქციების ქვეშ არის, ეს ნიშნავს ბევრ რელოკანტს, ანუ გადმოსახლებულს რუსეთიდან ერევანში. ბევრი რუსი ცხოვრობს უკვე ერევანში, სარგებლობს სომხეთში არსებული საბანკო, საფინანსო, სხვა ტიპის სერვისებით, ქირაობს ბინას, ხარჯავს ფულს, ყიდულობს საჭმელს და ეს ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორც სომხეთის ეკონომიკა, ნამდვილი ინექცია და ეს იწვევს, თქვათ, ადგილობრივი ბაზრების და ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის სტიმულაციას. ეს ერთი ფაქტორი. მეორე, ფაშინიანის სომხეთის ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებული არის, ასე ვთქვათ, რუსეთში ექსპორტზე. ვთქვათ, აი, რუსეთში ვეღარ ყიდულობენ იმდენ iPhone-ს, ვეღარ ყიდულობენ იმდენ ავტომობილს, ვეღარ ყიდულობენ ძალიან ბევრ რაღაც საქონელს, რომელიც რუსეთში დასანქცირებული აღმოჩნდა, რუსეთში მათი შეტანა დასანქცირებული აღმოჩნდა და მოკლედ სომხეთი იქცა ყაზახეთთან, ყირგიზეთთან ერთად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, რომლის გავლითაც, ასე ვთქვათ, რუსეთი მარაგდება სხვადასხვა პროდუქციით. აი, იგივე iPhone-ებით, ხო? iPhone-ების და ძვირფასი ტექნიკის ექსპორტის თვალსაზრისით სომხეთში ბუმია, შეიძლება ასე ითქვას და სომხეთის გავლით უამრავი ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და 1000 სხვა რამ შედის რუსეთის ბაზარზე და ეს, რა თქმა უნდა, სომხეთს ამდიდრებს. პირუკუ პროცესთანაც გვაქვს საქმე, ანუ რუსეთიდან შემოდის სომხეთში, ეს ევრაზიული კავშირის წევრები რო არიან ორივენი, ეს გარემოება წაახალისებს ხოლმე აღნიშნულ პროცესს, ანუ რუსეთიდანაც ბევრი რამ შედის თვითონ სომხეთში მუშავდება, დამზადებულია სომხეთში შტამპი ედება ამ პროდუქციას და მერე ის პროდუქცია იგზავნება ხოლმე სხვა ქვეყნებში. აი, მაგალითად, აი ამ კვლევაციების პროცესში, როდესაც ამ ვლოგს ვამზადებდი, აღმოვაჩინე, რომ თქვათ 2024-25 წლებში რაღაც მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ყოფილა ექსპორტისა სომხეთიდან გაერთიანებულ არაბულ ემირატებში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. მეთქი ხა რა გაიტანა სომხეთმა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ისეთი, რომ ასე იგი სიაში გამოჩნდა ეს ქვეყანა, რომ სომხეთიდან ექსპორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის სწორედ ეს აბუ-დაბი, დუბაის ემირატები. ნუ აღმოჩნდა, რომ შემოაქვთ რუსეთიდან ძვირფასი ქვები, დაამუშავებენ ამ ძვირფას ქვებს, დაადებენ შტამპს, როგორც აღნიშნე და ეს ძვირფასი ქვები იგზავნება ხან ჰონკონგში, ხან დუბაიში, ხან აბუ-დაბიში და ამანაც, თქვათ, 2024-25 წლებში ძალიან სერიოზული შემოსავალი მოუტანა სომხეთის ეკონომიკას. ნუ ამას ემატება ისიც, რომ ზოგადად რუსეთში ექსპორტი დიდია. ზოგადად ეკონომიკაზე რო ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, დიდი არის, ასე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ალკოჰოლური საშუალებების ექსპორტი სომხეთიდან რუსეთში ძალიან მაღალ ნიშნულზეა, სომხეთის გვალობაზე მაღალ ნიშნულზეა. ამას ემატება, თქვათ, სომხური ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გახლავთ ზანგეზურის მოლიბდენის კომბინატიც, ასე ვთქვათ, რუსეთის თანამფლობელობაშია და ხდება აქედან ექსპორტი და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ, ეკონომიკურად რუსეთზე არის ძალიან დამოკიდებული სომხეთი. დაუმატოთ, თქვათ, მთელი რკინიგზა არის რუსეთის საკუთრება სომხეთში, მთელი ის არის, რა ქვია, ეს ზანგეზურის კომბინატი და მოპოვებითი მრეწველობა არის რუსეთის ხელში სომხეთში, ენერგოსისტემა არის რუსეთის ხელში სომხეთში და მოკლედ ძალიან დამოკიდებულია ენერგეტიკული, ეკონომიკური, სამთო-სამრეწველო თვალსაზრისით სომხეთი რუსეთზე, ხო?
ეს ასე ვთქვათ სომხური ეკონომიკის შესახებ, მაგრამ არის იმედები, რომ ეს დამოკიდებულება შემცირდება, ისევ ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ JD Vance-ის ვიზიტს სომხეთში, JD Vance-ის ვიზიტის შემდეგ რა გახდა ჩვენთვის მყარად ცნობილი, რომ აი ის გზა, ტრიპი, რომელიც ზანგეზურის კორიდორზე გაივლის, მისი ოპერირება ამერიკელების ხელში იქნება, 74% აქციებისა ამ კომპანიისა, Trip Development Company-ისა იქნება ამერიკელების ხელში, ისინი ინვესტიციების ჩადებდნენ ამ დერეფნის განვითარებაში და ეს უკვე ამერიკულ კაპიტალს გააჩენს სომხეთში და ასევე JD Vance-ი თქვა, რომ 13 თუ 14 მილიარდიანი ინვესტიცია დაგეგმილი ამერიკის მხრიდან სომხეთში, აქედან 9 მილიარდი მოხმარდება მეწამორის ატომური ელექტროსადგურის განახლებას, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს ენერგეტიკული დამოკიდებულება შემცირდება და 9 მილიარდიანი ბუსტერი ექნება, ანუ დამხალისებელი და გამაძლიერებელი და ენერგეტიკული ბიძგის მიმცემი ექნება სომხურ ეკონომიკას და ასევე 4 მილიარდი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის საწარმოების განვითარებაში ჩაიდება. ანუ შევაჯამოთ, როგორი ვითარება გვაქვს? გვაქვს რუსეთზე დამოკიდებული მთლიანად სომხეთის ეკონომიკა, კატასტროფულად დამოკიდებული, გვაქვს ეკონომიკური აღმასვლის ნიშნები, რომელიც ასევე რუს რელოკანტებთან და ევრაზიულ კავშირში წევრობასთან არის ასოცირებული და დაკავშირებული, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს დაპირება აი ამ 14 მილიარდიანი ინვესტიციისა, Trip Development Company-ის ამუშავებისა, რომელიც ძალიან სერიოზულ ასე ვთქვათ რესურსს გააჩენს სომხეთში, რათა ეკონომიკა და ენერგეტიკა და ტრანსპორტი ნაკლებად მიბმული იყოს რუსეთს. ეხლა საქმეა რამდენად განხორციელდება ეს ინვესტიციები. ცოტა ფრთხილად ვიყოთ, ისი არ აღმოჩნდეს, როგორც საქართველოში, აი Eagle Hills-ში რო იდება 7 მილიარდი და ამ 7 მილიარდის სტრუქტურა როგორია, კაცმა არ იცის, ხო, აი ამსეთ ამბავთან არ გქონდეს საქმეო. ასე რომ აქაც თქვათ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდია საჭიროება იმისა, რომ სომხეთი ეკონომიკურად ჩაეხსნას რუსეთს. და ეს ჩახსნა, მეგობრებო, ადვილი არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, თქვათ, პაშინიანის წინააღმდეგ პუტინის თავზე ხელაღებულ ბრძოლას. აი სუფთა საქართველოს მაგალითი მეორდება, პრეცედენტი მეორდება, რომ აი ღვინოს არ შეგატანინებთ, იქ კონიაკს არ შეგატანინებთ, სომხებს ეუბნებიან და უკვე როსპოტრებნაზორმა აი ამ ნაძორებმა აღნიშნეს, უკვე აკრძალეს, თქვათ, კონიაკის ზოგიერთი სახეობის ექსპორტი რუსეთში, ხილის ექსპორტი და მარწყვის ექსპორტი რუსეთში. ამაზე ის ცნობილი გამონათქვამი პაშინიანის თანამებრძოლისა გავრცელდა საზოგადოებაში, რომ სამშობლო მარწყვზე არ იცვლებაო. ანუ ხილის ექსპორტი აკრძალეს, სომხური ბორჟომი, ჯერმუკი, სხვათა შორის ძალიან კარგი წყალი, მაგრამ რა თქმა უნდა ბორჯომთან ვერ მოვა. ხო, აი ჯერმუკის ექსპორტის აკრძალეს რუსეთში, ანუ რუსეთი ძალიან სერიოზულად ცდილობს ამ ეკონომიკური ბერკეტების ამუშავებას და ექსპორტის შეზღუდვა, პირველადი შეზღუდვა სწორედ ამის ნიშანია. ამ ყველაფერს რა ემატება, მეგობრებო? ამ ყველაფერს ემატება ასევე ისიც, რომ თქვათ ასტანაში, რამდენიმე კვირის წინ ასტანაში გამართულ სამიტზე პუტინმა ძალიან კაფიოდ განაცხადა კიდევ ერთხელ, რომ ერთდროულად შეუძლებელია ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრობა. თავის გამოსვლის დროს თქვა, რომ გახსოვთ, უკრაინაშიც ევროკავშირთან მიმართებით და ევროკავშირისკენ სწრაფვით დაიწყო ყველაფერი. ანუ ამით თქვათ ის შიშები გააღვივა სომხურ საზოგადოებაში, რომ შეიძლება უკრაინის ბედი გაიზიაროთო და რაც მთავარია, ასტანის სამიტმა, ევრაზიული კავშირის ასტანის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, ერთობლივი რეზოლუცია, განცხადება
ყირგიზეთის, ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებისა და ამ ერთობლივ განცხადებაში ეს ხალხი მოუწოდებს სომხეთს, რომ ჩაატარონ რეფერენდუმი ვის მხარეს არის სომხეთი, ევრაზიული კავშირის თუ ევროპული კავშირის მხარეს. ანუ ნახეთ ამ ეკონომიკური ბერკეტების და ზეწოლის გამოყენებას ფაშინიანის სომხეთის წინააღმდეგ მონდომებით ცდილობს ბატონი პუტინი. ფაშინიანზე საუბარი შეუძლებელია მისი ავტორიტარული ტენდენციების ხაზგასმის გარეშე. აი ჩვენი ანალიტიკური წრეების მთელი უბედურება ის არის, რომ გონიათ, რომ პროევროპულობა ავტომატურად ნიშნავს დემოკრატიულ ტენდენციებსა და განწყობებს. ან მიაჩნიათ, რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს და შეგიძლია დემოკრატიას და ევროპულ ინტეგრაციას მიაღწიო დემოკრატიული მეთოდების გარეშე. ხომ? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფაშინიანმა გაიმარჯვა არჩევნებში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მას ევროპული პოლიტიკური კურსი აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაშინიანის დამსახურებით დღეს სამხრეთ კავკასიაში ჩვენ მხოლოდ რუსეთის და თურქეთის ამარა და ირანის ამარა არა ვართ დარჩენილები და ფაშინიანის დამსახურებით დღეს ამ სივრცეში კიდევ ერთი სპილოა დასავლეთის და ევროპის სახით და ეს ჩვენც გვაძლევს იმედს, რომ დემოკრატიას აქვს შანსი ჩვენს რეგიონში. ამაზე არ არის ლაპარაკი. ეს გასაგებია. უბრალოდ პატიოსნება მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვისაუბროთ ჩვენ ფაშინიანის ავტორიტარულ ტენდენციებზეც. მაგალითად, პაშინიანი ძალიან მარტივად ახერხებს ოპოზიციონერების დაჭერას. ანუ მართლმსაჯულებას იყენებს არა სამართლის უზენაესობის მიზნებისთვის, არამედ ხშირად პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის. ვთქვათ, ის ქოჩარიანი დაიჭირა, როცა საფრთხეს წარმოადგენდა, აწვალა ამ ციხეში, მერე გამოუშვა, თუ დასაჭერი იყო და ეჭირა ბოლომდე და გაეძრო ტყავი მისთვის, ხო? მაგრამ არა დაიჭირა, მერე მიხვდა, რომ ის მაინც და მაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს და გამოუშვა. აი ეს მისი ოპოზიციის ლიდერი ბატონი სამუელ კარაპეტიანი, რომელიც არის გათახსირებული და საზიწყარი კაცი, რაზეა ლაპარაკი და რუსეთის მონა პირდაპირ. მაგრამ ისეთი განცხადების გამო დაიჭირა, რომ აი სასაცილოც კი მისი გამეორება, ხო? თუ პოლიტიკოსები განიცდიან მარცხს ეკლესიის დაცვის საქმეში, მაშინ ჩვენი მეთოდებით მივიღებთ მონაწილეობას ამ ყველაფერში. თქვა რუსეთიდან სომხეთში დაბრუნებულმა ოლიგარქმა, მილიარდერმა, ბატონმა კარაპეტიანმა და ის დაიჭირეს, გადაიყვანეს შინაპატიმრობაში და მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გარეთ არ გამოსულა. მართალია ეს კარაპეტიანის ხალხი მოსყიდვას იყენებდა საარჩევნო მეთოდად, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი აქტივისტი დაიჭირეს ამ პარტიის, ვიდრე სხვა პარტიებისა, რომლებიც არ აკლებდნენ ამორჩევლის მოსყიდვას, ან არ არღვევდნენ რაღაც წესებს, იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით თვითონ პაშინიანის პარტიის წარმომადგენლებზეც, რო ვთქვათ. მაგრამ ნახეთ, ოპოზიციონერების დაჭერა უფრო ადვილია კანონდარღვევისთვის სომხეთში, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლებისა. ვთქვათ, შეგვიძლია გავიხსენოთ კანონების მანიპულაცია, ხომ, კანონების მანიპულაცია სომხეთში, ვთქვათ, როცა კარაპეტიანს უნდა თავისი გვარის შეტანა ბლოკის სათაურში, იმიტომ რომ ხა როგორც საქართველოში არავინ არ იცის ვისი პარტია ძლიერი საქართველო თუ წინ ლევო და მამუკა ხაზარაძე არ წარუუწყარე, ასევე იქაც სომხეთშიც ძნელია უცებ მიხვდე ვისი პარტია ძლიერი საქართველო თუ ძლიერი სომხეთი თუ წინ სამუელ კარაპეტიანი არ წარუუწყარე, ხო? და ნუ ესეც კანონით აკრძალა გვარის შეტანა ბლოკის სათაურში, რაც პრინციპში მართალია, მაგრამ ძალიან ადვილად ჩანდა
და იკვეთებოდა, რომ ეს კანონი ფაშინიანმა შეცვალა, იმიტომ რომ თავისი ოპონენტი დაესუსტებინა, ხო? ანუ აი ამ კანონების სათავისოდ მორგება, ადამიანების უფრო მეტად პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მოტივაციით დაჭერა, ვიდრე სამართლის უზენაესობის დაცვის მოტივაციით დაჭერა. ეს ავტორიტარულ ტენდენციებს ზე მიანიშნებს, ხო? გიუმრის შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, გიუმრიში გასულ წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ამ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა პაშინიანის პარტიამ, მაგრამ ოპოზიციონერებმა ერთად აღებულმა უფრო მეტი ხმის მოგროვება მოახერხეს გიუმრის, ანუ სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის საქალაქო საბჭოში, უხუცესთა საბჭოში, ვიდრე პაშინიანის პარტია. და სომხეთში ქალაქის მერს ირჩევს ხოლმე უხუცესთა საბჭო, ქალაქის საკრებულო. და რადგან საკრებულოში უმცირესობაში აღმოჩნდა ბატონი ფაშინიანი, გიუმრის მერი გახდა აი პრორუსული კოალიციის ლიდერი, მაშინ კომუნისტური პარტიიდან ბატონი ვარდან ღუსაკიანი. ძველი ელიტის წარმომადგენელი, საზიზღარი, რუსეთთან დაკავშირებული. და არავის არ მოგვეწონებოდა თქვათ ეგეთი მერი რო ყოლოდა პირობითად ქუთაისს. არავის არ მოგვეწონებოდა და ყველა საქართველოშიც იგივე რომ მოხდარიყო და ქუთაისის მერად გასულიყო პრორუსი ოლიგარქი, ასე იგი ყოფილი ხელისუფლებების მონა ავანტიურისტი, ჩვენც ვიბრძოლებდით ამის წინააღმდეგ. უბრალოდ ნახეთ რა აღმოჩნდა მოულოდნელად გიუმრიში აი ამ კაცის უსაკიანის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ ამ კაცს დიდი ქრთა მიაუღია და კორუფციის ბრალდებით ის დააკავეს და ჩამოაცილეს თავის თანამდებობას. ხო, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კაცს თავისი მთელი ცხოვრების განმავლობაში კორუფციასთან კავშირი ექნებოდა. მაგრამ ცოტა უცნაურად ჩანს, როცა თქვათ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, როცა იცის ამ კაცმა, რომ პრემიერ-მინისტრის იგი ეზიზღება და ყველა მეთოდს გამოიყენებს მის წინააღმდეგ, უცებ რაღაცა ქრთამი აეღო ესე ღიად და ძლივს მოპოვებული თანამდებობა კორუფციის ბრალდების გამო ჩაებარებინა ისე უკან, ხო? აქაც ჩნდება ეჭვი, რომ ობიექტური საშიშროება არსებობდა კი, რომ იქ გიუმრიში ბაზა, გიუმრის ეპისკოპოსი მის წინააღმდეგა, გიუმრიში უფრო ძლიერია ეკლესია, გიუმრის მერად ოპოზიციონერი აირჩიეს და გასაგებია ობიექტურად რაღაცა უფრო პრორუსული პოლუსი შეიქმნა მეორე ფლანგზე, მეორე ველზე, სიდიდით მეორე ქალაქის სივრცეში. და ბუნებრივია, რომ ამან აღაშფოთა, ხო, ცენტრალური ხელისუფლება და დიახ, ამას უნდა შეებრძოლოს. მაგრამ უნდა შეებრძოლოს დემოკრატიული მეთოდებით, არჩევნებით, კანონით და არა კორუფციული კანონმდებლობის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ გამოყენებით, ხო? არჩევნებში თუ დავმარცხდი, მე კორუფციის ბრალდებით კანონით დავიჭერ ჩემო წინააღმდეგეს, ესეც ლამაზი და დემოკრატიული და სულიერი არ ის, ხო? როგორც ერთ ვიდეოშია ნათქვამი, ლეკვი ლომის სწორი არ არის, არის ბოკვერი მისი ვეფხვის სწორი. ავტორიტარულ ტენდენციებზე კიდევ რა მიანიშნებს, იცით? აი თქვათ გიუმრის არჩევნებში დამარცხდა პაშინიანი. მერე რამდენიმე თვეში უწევდა მას ვაღარშაპატიში ის პარტიას ვაღარშაპატში საქალაქო არჩევნებში ასპარეზობა. ვაღარშაპატი არის ქალაქი, სადაც ეს ეჩმიაწინი მდებარეობს, აქაც ქალაქში 50-50 იყო ამორჩეველი გაყოფილი, შეიძლება პაშინიანს ენახა კიდევ ერთი მარცხი ეწვნია ცენტრალური დიდი არჩევნების წინ. ანუ როგორია, წარმოიდგინეთ, დიდი არჩევნები მოდის, ცენტრალური ეროვნული პარლამენტის არჩევნები და გიუმრიში წააგეს საქალაქო არჩევნები და მერე ვაღარშაპატშიც წააგე საქალაქო არჩევნები. ეს დიდი დარტყმა იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ეს საფრთხე არსებობდა პაშინიანის
შემთხვევაში და თქვენ ჩემი ბატონი რა გააკეთა ბატონმა ფაშინიანმა ამ შემთხვევაში რა გააკეთა და ვაღარშაპატს შეუერთდა მის ირგვლივ მდებარე სოფლები. გაამსხვილა ოლქი, აღმოჩნდა რომ საქალაქო მოსახლეობა ამ ოლქში დააბალანსა სასოფლო მოსახლეობამ. და სოფლებიდან მიღებული ხმების ხარჯზე ვაღარშაპატის მერი გახდა პაშინიანის სამოქალაქო ხელშეკრულების წევრი, პარტია სამოქალაქო ხელშეკრულების წევრი. არის ეს დემოკრატიული ტენდენცია? არ არის, ხო? და ერთ-ერთში გავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, პაშინიანის პოლიტიკას, პაშინიანის მართლმსაჯულების პოლიტიკას, არსებობს უამრავი ცნობა, განაცხადი, სტატია, სადაც სხვადასხვა რჯულის ოპოზიციონერები, პრორუსიც და პროევროპულებიც აკრიტიკებენ იმას, რომ პაშინიანი ცდილობს მართლმსაჯულება ხელში ჩაიგდოს და მის პარტიულ ლიდერებს, მის მოკავშირეებს დაუქვემდებარებს სასამართლო, ან სასამართლო, რომელიც მიიღებს ხელისუფლებისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას, იმას დედაუტიროს და გადაუაროს და განადგუროს. ეს პოლიტიკა სამწუხაროდ სომხეთში შეიმჩნევა. პაშინიანის სომხეთში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკა ეს თავდაცვის ძალების მშენებლობის პოლიტიკა გახლავთ. ომში დამარცხდა პაშინიანი, არმია დემორალიზებულია, დამარცხებულია, გაუბედურებულია. რეალური სომხეთის პოლიტიკას ატარებს პაშინიანი, ანუ ჩავედიოთ ჩვენ საზღვრებში. ამას ბუნებრივია თავისი გავლენა აქვს არმიის პირად შემადგენლობაზე. იცით თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა არმიას სომხეთის ისტორიაში და შესაბამისად თითქოს გამოსავალი არც ჩანდა, როგორ შეიძლება არმიაში ის სულისკვეთება შევინარჩუნოთ, რაც აუცილებელია ქვეყნის თავდაცვითი უნარიანობის მომავალში შენარჩუნებისთვის. მაგრამ პაშინიანმა ძალიან ეფექტიანი პოლიტიკა აწარმოა ომის შემდეგ იმისათვის, რომ არმია მოწოდების სიმაღლეზე დარჩენილიყო. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა დიდი სამხედრო აღლუმი ერევნის ცენტრში და ჩვენ ვნახეთ იქ რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი არმია თავისი ძალების დემონსტრირებით. ნახეთ ძალიან მდიდარი არის და მრავალფეროვანი არის შეიარაღება სომხეთის არმიისა. აი ეს გამოჩნდა ამ აღლუმიდან. აღლუმზე ჩვენ ნახეთ ასე ვთქვათ ჩინური ტექნიკა, ნახეთ ფრანგული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და მომდამშენი სისტემები, სახლებების შემეშლება სამხედრო ბომბებში ვერ ვერკვევი. და რაც მთავარია, თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი გაწევრიან და მიუმხრობლელი ქვეყნების მოძრაობაში, ეს მოძრაობა ჯერ კიდევ შემორჩენილია ქვეყანაში, ამ მსოფლიოში, ამ მიუმხრობლობის მოძრაობის ეგიდით იგი თანამშრომლობს პაკისტანთან. იცით, რომ პაკისტანი და ისრაელი რუსეთთან ერთად ინტენსიურად ამარაგებენ აზერბაიჯანის არმიას და სომხეთმაც გვაჩვენა ამ აღლუმზე, რომ მე ჯაბანი არა ვარ, მეც მეთქმის სიტყვა, მე მაქვს ჩინური, ინდური, ფრანგული იარაღი. ასე რომ მართალია ომში დავმარცხდი, მართალია სამშვიდობო პოლიტიკას ვატარებ, მაგრამ მე არმია მყავს. ეს არმია ფეხზე დგას. ეს არმია უკეთესად არის შეიარაღებული, ვიდრე თქვა საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალები. აი ეს მესიჯი გააჟღერა ამ დიდმა აღლუმმა სომხეთის მხრიდან და თქვათ ის ბრალდება, რომ ქვეყანა დაკარგა, ქვეყანის თავდაცვის უნარიანობას ვერ უზრუნველყოფს პაშინიანი, მან
ეს ბრალდება გააქარწყლა სწორედ აი ამ ძალის დემონსტრირებით და თავისი მრავალფეროვნების დემონსტრირებით და იმის თქმით, რომ ამ რეგიონში ჩინეთი და ინდოეთი ჩემი მოკავშირეებიც არიან და რამე არ შეგეშალოთ ჩემთან, თუ ხელს დამარტყამთ, მე ხელი შემოbrunების საშუალება მაქვს. ფაშინიანის სომხეთის კიდევ ერთი მახასიათებელი გახლავთ ძალიან ფრაგმენტირებული ოპოზიცია. ფრაგმენტირებულია როგორც პრორუსული, ასევე პროევროპული ოპოზიციაც. აი როგორც 7 ივნისის არჩევნებზე ვნახეთ, ოპოზიცია, პრორუსული ოპოზიცია ერთიანი ფრონტით არ წარმსდგარა ამორჩევლისა და პაშინიანის წინაშე. პრორუსული ოპოზიცია, ანუ ძირითადი ოპოზიცია იყო, ასე ვთქვათ, სამთავიანი გველეშაპის სახით წარმოდგენილი. მოდით მივყვეთ ამ გველეშაპის თავებს. პირველი და კარგად ნაცნობი და უძველესი თავი ამ გველეშაპისა გახლავთ სომხეთის მეორე პრეზიდენტი ბატონი რობერტ ქოჩარიანი. იგი მთლიანად გამოხატავს სომხეთის წარსულს და არის 80-იანი და 90-იანი და 2000-იანი წლების სიმბოლო, ანუ სიმბოლო, როდესაც რუსეთი ძლავრად იყო შემოჭრილი არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკურ სისტემაშიც. ბატონი ქოჩარიანი არის სიმბოლო იმ ეპოქისა, როდესაც კორუფცია ყვაოდა, ოპოზიციის შევიწროება და ავტორიტარიზმი იყო პიკზე. ბატონი ქოჩარიანი არის ღიად სიმბოლო, აი ღიად პრორუსული ძალა სომხეთის პოლიტიკაში, რომელიც ევრაზიულ კავშირში დარჩენას, ევრაზიული კავშირების გაძლიერებას ემხრობა. შეგახსენებს იმასაც, რომ ბატონი ქოჩარიანი გახლდათ არცახის, ანუ ყარაბაღის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ანუ მთლიანად იგი არის დაკავშირებული ამ ყარაბაღის ელიტასთან, ანუ იგი გახლავთ სიმბოლო ძველი მეხსიერების პოლიტიკის, ძველი ეროვნული იდენტობის პოლიტიკის შენარჩუნებისა, ანუ სიძველის, უკან დაბრუნების, რუსეთთან ინტენსიური კავშირების სიმბოლო გახლავთ ბატონი ქოჩარიანი თანამედროვე სომხეთში. ასაკშიც არის, თუ არ ვცდები, პუტინის ხელა, რაღაც 72 წლის გახლავთ ბატონი ქოჩარიანი და იგი 2021 წლის არჩევნებზეც ასპარეზობდა, მაშინ ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად წარმოჩნდა იგი და ეხლაც ასპარეზობს ოპოზიციურ ველზე, თუმცა მხოლოდ 10%-ის მოპოვება შეძლო, რაღაც 20% წინ არჩევნებთან შედარებით დაკარგა და ეს პრორუსული ამორჩევლის, ასე ვთქვათ, შემცირებასა და მარგინალიზაციაზეც მიანიშნებს და ხშირად ბატონი ქოჩარიანი არის მთავარი დამხმარე რგოლი, მაშველი რგოლი ფაშინიანისთვის, იმიტომ რომ როგორც კი იტყვი, რომ აი ქოჩარიანი დაბრუნდება, ხალხს აძაგძაგებს და აზანზარებს და არ შეუძლიათ ამისი ატანა. აი ქოჩარიანის როლი თანამედროვე პოლიტიკაში ასეთი გახლავთ და მისი როლი შემცირებულია. მიხვდნენ რა რუსი პოლიტტექნოლოგები, რომ ქოჩარიანის და ღიად პრორუსული კარტის გათამაშებით არაფერი არ გამოდის, მათ ასპარეზზე შემოიყვანეს ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მთლიანად რუსეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი რიტორიკა ესეთი ხისტი არ არის. და აი ასე 7 ივნისის არჩევნების წინ ასპარეზზე გამოჩნდა ბატონი სამუელ კარაპეტიანი, რომელიც გახლავთ რუსი ოლიგარქი. მას უფრო მეტი დრო სიცოცხლისა გატარებული აქვს რუსეთში, ვიდრე სომხეთში. მან ჩამოაყალიბა ტაშირ გრუპი, რომელიც თავიდან კალუგაში და მიმდებარე რეგიონებში საქმიანობდა, მაგრამ ნელ-ნელა საერთო რუსული მნიშვნელობის კომპანიად იქცა. ეს კომპანია უძრავ ქონებაშიც არის, საფინანსო სექტორშიც, ბირჟების манипуляციებშიც მონაწილეობს და მოკლედ ამის ნიადაგზე ბატონი სამუელ კარაპეტიანი ნელ-ნელა იქცა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, ნამდვილ ოლიგარქად. და მარტო ნამდვილ ოლიგარქად კი არ იქცა ნამდვილ მილიარდერად. მილიარდერი არის ბატონი სამუელ კარაპეტიანი, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ მე დავბრუნდები ჩემ
მშობლიურ სომხეთში, დავბრუნდები ჩემს სამშობლოში და ასე უშველი ჩემს ქვეყანას და ჩემს სამშობლოს გადავარჩენ მას განადგურებისგან და ასე შემდეგ. ამ რიტორიკით, ამ შეძახილით დაბრუნდა ბატონი საუელ კარაპეტიანი სომხეთში. როგორც მოგახსენეთ, ეკლესიის მხარდასაჭერად გაკეთებული სრულიად უღიმღამო და ჩვეულებრივი განცხადების გამო ბატონი საუელ კარაპეტიანი შინაპატიმრობაში აღმოჩნდა, მას არ მიეცა საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად წარმოების საშუალება, მაგრამ მან ასპარეზზე გამოუშვა თავისი ოჯახის წევრები, თავისი ძმისშვილი ნარეკ კარაპეტიანი, თავისი შვილიც გამოაგდო ასპარეზზე და ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა. ბატონი საუელ კარაპეტიანის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი გადიოდა რაზე? არც მეტი და არც ნაკლები, ის ფაქტობრივად სომხებს ეუბნებოდა, რომ მე ვარ ბიძინა ივანიშვილი. აი როგორც ბიძინა იქცევა, ისე მოვიქცე. ევროპასთანაც დაახლოებას შევეცდები, თუ გამოვიდა ხო კარგი, თუ არ გამოვიდა ვიქნები რუსეთის ერთგული, მაგრამ მოლაპარაკებების რაღაც სივრცეების ძიებას მაინც გავაგრძელებ დასავლეთთან და ამით უზრუნველყოფ შვიდობას ჩვენს რეგიონში. ის ამბობდა, რომ მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ნაირი პოლიტიკის მომხრე, შემოვიტან უნივერსალურ ჯანდაცვას, როგორც ბიძინამ შემოიტანა, რაფასებიც აქ აფთიაქებში წამლებს საქართველოში, იგივე ფასებს დავაწესებ აქ, რატომღაც ზოგიერთ ვიდეოში ბატონი კარაპეტიანის წარმომადგენლები ატყუებენ სომხებს, რომ ვითომ ჩვენს აფთიაქებში უკეთესი მდგომარეობა ვიდრე სომხურ აფთიაქებში. ასევე საუელ კარაპეტიანი ამბობდა, რომ ახლა დიქტატურას არ დავამყარებ, დემოკრატიისთვის ვიბრძოლებ, მაგრამ თან წესრიგიც უნდა იყოს. და აი ამ ფაშინიანის აღვირახსნილ ჭყალებში პროევროპულ პოლიტიკასაც აკრიტიკებდა. მოკლედ საუელ კარაპეტიანი იყო და არის ნამდვილი ბიძინა ივანიშვილი სომხეთისთვის და აი ბიძინა ივანიშვილის პროგრამით აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლას. მშვიდობა, ყველასთან კარგად ყოფნა, მულტივექტორულობა, ჩვენზე არავინ არ ილაპარაკობს ეგეთი პოლიტიკა, არავისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო რო არ ვიყოთ, აი ესეთი პოლიტიკა მინდა გავატარო. ეკლესიასთან სიახლოვის პოლიტიკა, ეს კონსერვატიული საკითხები და ღირებულებები, რომელიც მას თან სდევდა მის წინასაარჩევნო კამპანიას თან სდევდა. მაგრამ აი ბატონ კარაპეტიანს კიდევ რა გამოარჩევდა ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მას ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტექნოლოგიური დახმარება, როგორც ჩანს იგი იმავე ჯგუფებისგან იღებდა რჩევებს და კონსულტაციებს, რომლისგანაც ბატონი ივანიშვილი იღებს ხოლმე, ძალიან სერიოზული ფული დაიხარჯა მის კამპანიაში ვიდეო ასპარეზზე და სოციალური ქსელების ასპარეზზე. კარაპეტიანის ვიდეოებით დაპყრობილი იყო ასე ვთქვათ TikTok-ი, Facebook-ი, Instagram-ი, ძალიან ინტენსიური იყო მისი კამპანია მოკლედ სოციალურ ქსელებში, სიგიჟე ვიდეოებს აქვეყნებდა და უკან არიხევდა, პოდკასტების ველიც დაიპყრო, ისი ვაჟი ხელმძღვანელობდა ამ ერთ-ერთ პოდკასტს, სადაც სომხეთის მომავალზე საუბრობდა, სხვათა შორის იმით დაამახსოვრა თავი ამორჩეველს, რომ დემოგრაფიაზე დასმულ შეკითხვას, როგორ უშველოთ სომხეთის დემოგრაფიას, ამ ბიჭმა უპასუხა, რომ შევქმნათ სექსის სამინისტრო. დრო სექსის გარეშე დემოკრატიას და დემოგრაფიას არაფერი არ ეშველება და ბევრი ბავშვები რო გავაჩინოთ, სექსის სამინისტრო გჭირდებაო და ამაზე ნუ ღლიცინებდა მერე ნახევარი სომხეთი და ვითომ ყურადღება მიიპყრეს, ხო? კიდევ ვრცელდება ინტერნეტში ცნობები, რომ კარაპეტიანის მხარდასაჭერად რუსეთი არ იშურებდა არც ძალას და არც ენერგიას. მაგალითად, თქვენ იცით, რომ აი მოლდოვის არჩევნებზე და სხვა ევროპულ არჩევნებზეც გამოვლინდა არაფორმალური ქსელი ტროლბოტებისა, პოლიტექნოლოგებისა, აი ერთი სტრატეგიის მიხედვით მოქმედი ჯგუფებისა, რომლებიც ძირითადად ინტერნეტ სფეროში საქმიანობენ და აი ამ არაფორმალურ ქსელს უწოდეს მატრიოშკა.
ნუ ეს ქსელი, არაფორმალური ქსელი, თქვათ, აქტიურად ერეოდა მოლდოვის არჩევნებზე და რაღაცა 500 ვიდეო გაავრცელეს deepfake ვიდეო, ანუ უაღრესად ყალბი და მამალი ტყუილებით გაჯერებული და მამალი მონტაჟებით გაჯერებული ვიდეოები გაავრცელეს მოლდოვის არჩევნების დროს მაია სანდუს ხელისუფლების წინააღმდეგ. ხო, აი ეს მატროშკა ძალიან აქტიურად საქმიანობდა სომხურ ასპარეზზეც და კარაპეტიანის მხარდასაჭერად ძალიან ბევრ უაღრესად გაყალბებულ ვიდეოებს ავრცელებდა სომხურ ქსელებში და ცდილობდა, რომ ასე ვთქვათ, პაშინიანის საწინააღმდეგო განწყობა შეექმნა. თქვათ, ერთ-ერთი ვიდეო ძალიან სერიოზულად და კარგად დამონტაჟებული გავრცელდა, სადაც ადამიანები უცხო ენაზე სხვადასხვა სერიალების გმირები და მოკლედ ეს მასობრივი კულტურის ლიდერები თითქოს საუბრობდნენ, რომ თუ პაშინიანი გაიმარჯვებს, დაიწყება უმალვე ომი რუსეთთან და ასე შემდეგ რა საშინელი deepfake-ებს ავრცელებდა ეს მატროშკა ბატონი კარაპეტიანის სასარგებლოდ. თქვათ, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ეკრანებზე, როგორ უწყობდნენ რუსი Z-ბლოგერები თუ რაღაცა მდიდარი ხალხი ისეთი ვიდეოების გავრცელებას, სადაც თქვათ ხარს უჭერენ კარაპეტიანს და მის უპირატესობებზე საუბრობენ. ჩვენ ვნახეთ ოფიციალურად, როგორ იხდიდნენ ეს ბლოგერები თუ მდიდარი ადამიანები თუ მსახიობები და ასე შემდეგ ფულს იმისთვის, რომ მოსკოვიდან პირდაპირ რეისით ჩამოსულიყვნენ სომხეთის მოქალაქეები სომხეთში და ხმა მიეცათ პაშინიანის წინააღმდეგ და კარაპეტიანის სასარგებლოდ. მოკლედ, იქნებოდა ეს არაფორმალური ბანდები, ინტერნეტ ბანდები, ამ მატროშკას გზით, იქნებოდა ეს რუსული საზოგადოების წარმომადგენელთა ვიდეო მიმართვები, იქნებოდა ეს პირდაპირი გადმოფრენები და გადმოყვანები, ანუ თვითფრინავის კარუსელები, ყველანაირად რუსეთი ხელს უწყობდა, რომ ბატონ კარაპეტიანს გაემარჯვა, მან ვერ გაიმარჯვა, მაგრამ კაი 1-30%-მდე ხმას გამოჰკრა ხელი და ეს სერიოზული მაჩვენებელია მისთვის. და მესამე თავი ამ გველეშაპისა გახლავთ უაღრესად სასაცილო ფიგურა, ბატონი გაგიკ წარუკიანი, რომელიც დიდი ხანია სომხეთში, სომხურ პოლიტიკაში არის, მისი აყვავებული სომხეთი დიდი ხანია პოლიტიკურ ველზე საქმიანობს, წინა არჩევნების დროს მან ბარიერი ვერ გადალახა, ამ არჩევნების დროს ალბათ ესეც პოლიტტექნოლოგიური გადაწყვეტილება იყო. ქოჩარიანის ბლოკს გამოეყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი, ისინი გაგიკ წარუკიანთან დაწყვილდნენ დედა სომხეთის გადასარჩენად და შექმნეს თქვათ ისეთი ძალა, რომელსაც 4%-ის გადალახვის შანსი ჰქონდა. და ამგვარად, ნუ დღემდე თლად ბოლომდე გარკვეული არ არის გადალახა თუ არა გაგიკ წარუკიანმა 4%-იანი ბარიერი, მაგრამ ნუ შანსი აქვს აი ამ ავანტიურის, ასევე მულტიმილიონერ ოპოზიციონერს, პრორუს ოპოზიციონერს ბარიერის გადალახვის საშუალება, პრორუსზე მეტად მას პრობელარუს ოპოზიციონერად მოიხსენიებენ, იმიტომ რომ ბაცკასთან უფრო ინტენსიური ეკონომიკური კავშირები აქვს მას და ნუ ისიც არაევროპული გავლენების წარმომადგენელია სომხურ პოლიტიკაში. ბატონი წარუკიანის შესახებ კიდე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სასაცილო კაცია რა, ჯერ პრიჩოვსკიც სასაცილო კაცია, ლაპარაკის მანერით, ნუ ძალიან ოდიოზური ფიგურა და ამ ოდიოზურობას ამყარებს მისი ასევე ოდიოზური მისწრაფებები, მაგალითად მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ სომხეთში დადგას ყველაზე მაღალი ქანდაკება იესო ქრისტესი. მისი ამოცანა, რომ გაუსწროს რიო დე ჟანეიროს იესოს ქანდაკებას სიმაღლეში.
და 33 მეტრიანი ძეგლის დადგმა უნდა რომელიღაცა მთაზე და მალე დადგამს იესო ქრისტეს ამ მონუმენტს სომხეთში. კიდევ ერთი უცნაური ინიციატივა აქვს, რომ უნდა რომ რომელიღაცა მთაზე, საიდანაც პირდაპირ გამოჩნდება არარატი ყველა მხრიდან ჩანს სომხეთში მგონი, უნდა რომ ააშენოს ნოეს კიდობანი. პირველ სართულზე იქნება ზოოპარკი, მეორე სართულზე იქნება რესტორანი არარატის მთის ქედით და მოკლედ ესეთი სიგიჟეებით გამორჩეული კაცია, მაგრამ ამ ოდიოზურობას თავისი გასავალი აქვს და რუსეთის ამოცანა იყო, რომ აი ამ კოალიციით ამ ერთობით, ამ სამთავიანი გველეშაპით დაემარცხებინა ბატონი ნიკოლ პაშინიანი, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. იქ თქვათ არის აი ამ მატროშკას შესახებ გაკეთებულ გამოძიებებში, მგონი ხოდორკოვსკიმ გააკეთა ეს გამოძიება, ჩანს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ბატონი არამ ტატაიანი, არბილი სახალხო დამცველი, რომელიც ვითომ პროევროპული მიმართულებისა და ამ ყოფილი სახალხო დამცველის პარტიაც თითქოს მატრიოშკას გეგმაში შედიოდა. ანუ ეს მატროშკას ქსელით გავრცელებულ მესიჯებში იყო ნათქვამი, რომ კაი თუ ევროპა გინდათ და თუ ამ სამთავიან გველეშაპს არ აძლევთ ხმას, სადაც არის კარაპეტიანი, კოჯარიანი, ზარუკიანი, შეგიძლიათ რომ მაგერ ტატაიანს მისცეთ ხმა მის ერთიანობის ფრთები, ესე რქვა მის პარტიას, აი ეს ხო არის რესპექტაბელური პროევროპული შტრიხების მქონე ლიდერი, ეს მოიყვანეთ მთავრობაში და მე ეს ტატაიანი რას იზამდა და ვის მხარეს აღმოჩნდებოდა, კაცმა არ იცის, ხო? ასე რომ ეს პოლიტიკოსიც თითქოს აი ამ რუსეთის გეგმის ნაწილად მიიჩნეოდა. ასეა თუ ისე ჩვენ ნახეთ, რომ პაშინიანის დამარცხება ამ სამთავიანმა გველეშაპმა ვერ მოახერხა, პაშინიანმა შეინარჩუნა უმრავლესობა სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მოიპოვა, მაგრამ მან ვერ შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. პაშინიანს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდება იმისთვის, რათა დანიშნოს რეფერენდუმი სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესახებ. რატომ ჭირდება სომხეთს ახალი კონსტიტუცია? კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას აქ პრეამბულა, სადაც ყარაბაღი არცახი მოხსენიებულია, ასე ვთქვათ, სომხეთის პრეტენზიები გაცხადებულია და აზერბაიჯანი ამბობს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთთან არ დავდებთ, სანამ მთავარ იურიდიულ დოკუმენტში გაცხადებული იქნება განზრახვა სომხეთის გავლენის გავრცელებისა Არცახზე. მარსადამე თუ გვინდა ჩვენ რომ ვიხილოთ სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, კონსტიტუცია რო შეიცვალოს, ამისთვის რეფერენდუმია საჭირო, რეფერენდუმის დანიშვნისთვის საჭიროა რომ პაშინიანს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა მას არ აქვს. და ეს ახალი დრამის და კორდებალეტის საფუძველი იქნება პოსტსაარჩევნო სომხეთში. და კიდევ ერთი დეტალი, რაც შეგვიძლია ვთქვათ ფრაგმენტაციის შესახებ, მოკლედ პაშინიანის სომხეთის თავარი ნიშანი არის ფრაგმენტირებული ოპოზიცია, ფრაგმენტირებულია პრორუსული ოპოზიციაც და პროევროპული ოპოზიციაც. მათ შეეძლოთ რომ პროევროპელ ოპოზიციონერებს შეეძლოთ რომ ერთ ბლოკად გაერთიანებულიყვნენ, მეტადრე იმიტომ რომ მათ აწარმოეს ერთობლივი ბრძოლა, რომ სომხეთს მიეღო კანონი, ეროვნული კანონი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების შესახებ. მათ ეს კამპანია წარმატებით დაამთავრეს, პაშინიანი რომ მონაწილეობდა ამ კამპანიაში იმის გამო, მაგრამ მოკლედ შეიქმნა რა საფუძველი იმისთვის, რომ პროევროპული ძალები ერთიანი სახით გამოსულიყვნენ არჩევნებზე, პარლამენტში აღმოჩენილიყვნენ და პაშინიანს პარლამენტში ყოლოდა არა მხოლოდ პრორუსული ოპოზიცია, არამედ ყოლოდა პროევროპული ოპოზიციაც. მაგრამ თქვენ იცით თუ როგორი არის საერთო კავკასიური ტრადიცია, პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ლანძღავენ, აკიდებენ, ეზიზღებათ ერთმანეთი.
შეიძლება გქონდეთ საერთო იდეალები, საერთო შეხედულებები, მაგრამ მაინც არჩევანი გააკეთონ დაგსაქვსვის და ფრაგმენტაციის სასარგებლოდ და სომხეთშიც ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სომეხმა პროევროპელებმა ვერ მოახერხეს ერთმანეთთან გაერთიანება და ცალ-ცალკე პოლიტიკურ ძალებად წარსდგნენ არჩევნებში. შედეგად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს და მთელი ძალა, მთელი შესაძლებლობები, ოპოზიციური ძალაუფლება აღმოჩნდა პრორუსული ძალების ხელში. შეგვიძლია პროევროპული პოლიტიკოსებისგან და ძალებისგან ჩვენ გავიხსენოთ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად არამ სარქსიანი, იგი გახლავთ იმ დიდი სარქსიანის თავდაცვის და პრემიერ-მინისტრის ძმა, რომელიც დახვრიტეს სომხეთის პარლამენტში, რომელსაც უნდოდა რომ სომხეთი სხვანაირად განვითარებულიყო, არა ქოჩარიანის და სერჟ სარქისიანის გზით, არამედ ცოტა უფრო სხვა მიმართულებით, უფრო დემოკრატიული, უფრო პროევროპული ყოფილიყო სომხეთი, ეს განზრახვა ჰქონდა მას 90-იანი წლების ბოლოს, უფრო დამთმობი ყოფილიყო მისი პოლიტიკა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, რაღაცა ფორმით გადაეწყვიტათ ეს თემა. აი ესეთი პოლიტიკა ჰქონდა მაშინ სარქისიანს, ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, იმიტომ რომ ყარაბაღის პირველი ომის ნამდვილი გმირი იყო და იგი დახვრიტეს. იცით რომ პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის დროს დახვრიტეს იგი ბატონ დემირჭიანთან ერთად, აი ამ პროგრესულ საბჭოთა მოღვაწესთან ერთად და ეს რაღაც ალიანსი არ შედგა სომხეთში, ყარაბაღის კლანის საწინააღმდეგო ალიანსში, სადაც ესეთი გავლენიანი საბჭოთა ფუნქციონირები და შედარებით უფრო მომრიგებლურად განწყობილი სამხედრო ელიტა შეკრავდა რაღაც ახალი ტიპის მთავრობას და არაპრორუსული მიმართულებით ნელ-ნელა წაიყვანდა ქვეყანას. მოკლეს ვარდე სარქისიანი, დემირჭიანი და სომხეთში ყარაბაღის კლანმა მაშინ გაიმარჯვა. ხო და აი ამ ვარდენ სარქისიანს თავისი ძმა დარჩა პოლიტიკურ ველზე, ის ერთი პერიოდი იყო პრემიერ-მინისტრიც სომხეთის 2000-იანი წლების დასაწყისში თუ არ ვცდები და დღეს იგი რესპუბლიკურ პარტიას კი არა, რომელიც სერჟ სარქისიანის არის, არამედ ხელმძღვანელობს პარტია რესპუბლიკას, რომელიც პროევროპულ ასპარეზზე ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება, ანუ 1%-ზე მეტი აქვს აღებული. შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ ასევე ჰაიკ მარუტიანის პარტია, ბატონი ჰაიკ მარუტიანის ეძახიან ხოლმე სომეხ ზელენსკის, იმიტომ რომ იგიც რაღაცა აი ამ კავენში და ასეთ მაიმუნობებში იყო ჩართული, ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მხარი დაუჭირა ღავერდოვა რევოლუციას, 18-21 წლებში იყო ერევნის მერი, მაგრამ მერე ამ პაშინიანის ელიტას დაუპირისპირდა და ცალკე პარტია შექმნა, რომელსაც ქვია ახალი ძალა. ეს ახალი ძალა ცდილობდა, რომ მოემხრო დედაქალაქის პროევროპულად განწყობილი ახალგაზრდული ამომრჩეველი. ჰაიკ მარუტიანი ცდილობდა პოზიციონირებას, რომ მე არც მოქმედი ელიტა ვარ, არც პრორუსული ყოფილი ელიტა, ვარ რაღაც ახალი მესამე ძალა, მესამე პოლიტიკური მიმართულება, რომელსაც დასავლეთში ინტეგრაცია სურს ამ დაყოფების მიუხედავად, მაგრამ ჰაიკ მარუტიანის ეს ცდილობებიც წარუმატებელი აღმოჩნდა და მან მხოლოდ რაღაცა 1.5 თუ 1.75%-ის მოპოვება შეძლო. სომხეთში მემარცხენე ძალები არ არსებობენ, ქოჩარიანის ბლოკ სომხეთში შედის დაშნაკ ძიუთუნი, რომელსაც მემარცხენე პარტიას ვერ უწოდებთ, ეს უფრო არის რაღაცა ფაშისტური პოლიტიკური ძალა, სოციალიზმთან მაინც და მაინც ბევრი საერთო მას არა აქვს, უფრო ულტრანაციონალისტური მოძრაობა, მაგრამ სოციალისტური წარსულით. მოგეხსენებათ
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მაინც როგორც გერმანელები იტყვიან Zeitgeist, ეპოქის სული იყო სოციალისტური. ამიტომ სომეხმა ნაციონალისტებმაც გადაწყვიტეს, რომ სოციალისტური პარტია ჩამოეყალიბებინათ და ესე ებრძოლათ სომხეთის ეროვნული ინტერესებისთვის, ანუ მაინც საქმე გვაქვს ჩვენ რაღაც ნაციონალიზმთან, წილნაყარ სოციალიზმთან, რაც მაინც და მაინც დადებითი მოვლენა არ არის და პირიქით სახიფათოა. ეს დაშნაკცი თუნი არის აი ამ ალიანსში, ქოჩარიანის ალიანსში. ეს სიტყვა მოიტანა, თორე პროევროპულ ოპოზიციას არ უკავშირდება არანაირად. უბრალოდ მემარცხენე ძალებს ვეძებთ. ნუ წინა არჩევნებზე იყო მემარცხენე პარტია, სოციალ-დემოკრატიული სამოქალაქო არჩევანი, რომელსაც სურან საჰაკიანი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს საჰაკიანიც მაინც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს წარმოადგენდა და ეს სოციალ-დემოკრატიული პარტიაც გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან. მოკლედ მემარცხენე ძალები და პოლიტიკური ძალები სომხეთში არ არსებობენ. დასკვნის მაგიერ რა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ? პირველი, ჩვენ გვიხარია, რომ პაშინიანმა გაიმარჯვა არჩევნებში, ვინაიდან ხვდებით, რომ პაშინიანის პროევროპული კურსის წყალობით ჩვენი რეგიონი კვლავ რჩება შეერთებული შტატების და ევროპის განსაკუთრებული ინტერესის საგნად, შესაბამისად დემოკრატიული ძალების ინტერესის საგნად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის ის, რომ პროევროპული მთავრობა მაინც და მაინც დემოკრატიულ მთავრობას არ ნიშნავს. უნდა იბრძოლოს სომეხმა ხალხმა, რომ ბატონი პაშინიანის ავტორიტარული ტენდენციები არ გაძლიერდეს. და ამ გაძლიერების ყველა ნიშანი არსებობს. ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ პაშინიანის სააკაშვილად გადაიქცეს და სააკაშვილმა რა მოუტანა საქართველოს, ეს ძალიან კარგად ვიცით. უბედურება და სისხლი და რაღაცა მოდერნიზაცია იმის ხარჯზე, ადამიანების სიცოცხლის და გაუბედურების ხარჯზე და ამგვარმა მოდერნიზაციამ კიდევ წარმოქმნა მერე ივანიშვილი და დიქტატურაში ვცხოვრობთ ჩვენ. სომხეთიც ამ საფრთხის წინაშეა, თუ დემოკრატია არ გაძლიერდება სომხეთში, შეიძლება პაშინიანის საწინააღმდეგოდ ადგილობრივმა ივანიშვილებმა დაიბრუნონ ხელისუფლება და საქართველოს ევროპული მომავლის დროებითი მოსპობის მსგავსად, ასევე დაახჩონ სომხეთის ევროპული მომავალიც. ასე რომ პაშინიანს ჭირდება ყოველთვის ყოველ ფეხის ნაბიჯზე დემოკრატიული ალიყური პროევროპული ოპოზიციის მხრიდან და იმედია ესეთები გაძლიერდებიან სომხეთში, რათა ის არ დაადგეს დიქტატორის გზას. მესამე დასკვნა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ეს ქართველმა პოლიტოლოგმა და კონფლიქტოლოგმა ივანე აბრამიშვილმა თქვა, რომ ძალიან მაღალია სომხურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს საგარეო პოლიტიკური საკითხების აქტუალიზაციის დონე, ანუ მთავარ პოლიტიკურ თემებად საგარეო პოლიტიკური ორიენტირები მიიჩნევა, ეს მარტივი თეთრი და შავის კონტექსტში მიმდინარეობს იქ დებატები და ეკონომიკური თემები, სოციალური თემები სომხურ რეალობაში დაჩაგრულია, რაც მაინც და მაინც ხელს არ უწყობს ადგილობრივი პოლიტიკური კულტურის და დებატების ხარისხის განვითარებას. კიდევ ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ წინ დიდი თავგადასავალი გველის, როგორც აღნიშნე, კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით და ამას რამდენად შეძლებს ან ვერ შეძლებს პაშინიანი, ამას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ჯერ პარლამენტში დაჭირდება მას რეფერენდუმის დანიშვნისთვის საჭირო უმრავლესობა და შემდეგ უკვე რეფერენდუმში გამარჯვება დაჭირდება და ესეც დიდ უბედურებასთან და დიდ გაწევ-გამოწევასთან იქნება სომხეთის შემთხვევაში დაკავშირებული. და ნუ კიდევ რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ასე ვთქვათ, სომხეთისა და საქართველოს ბედი, ისევე როგორც მთელი ისტორიის განმავლობაში ერთმანეთზე არის ძალუმად გადაჯაჭვული და რა და როგორ იქნება ერთ ქვეყანაში ან მეორე ქვეყანაში დამოკიდებული არის ერთმანეთზე. იქნება საქართველოს თავისუფალი, სომხეთიც გათავისუფლდება
არ იქნება საქართველოს თავისუფალი. სომხეთი არ გათავისუფლდება. იმიტომ კი არა, რომ საქართველოს რაღაც სომხებს ჯობს რამით. არა, უბრალოდ ჩვენ სხვანაირი მდგომარეობა და მდებარეობა გვაქვს. ჩვენ ვართ შავი ზღვის სახელმწიფოც, ვართ კავკასიის სახელმწიფოც, რაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილმა შეეცადოს, რომ საქართველოს აღარ იყოს კავკასიის გული და ცენტრი, კავკასიის გასაღები ისევ თბილისში დევს, ასე რომ სომხეთის ბედი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოსა დამოკიდებული, ასე რომ ჩვენ როცა ვიბრძვით საქართველოში დემოკრატიისთვის, ვიბრძვით ასევე დემოკრატიისთვის მთელს ჩვენს რეგიონში და მშვიდობისთვის მთელს ჩვენს რეგიონში. მოკლედ, მეგობრებო, დავაკვირდეთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, შევისწავლოთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა. მე მოუწოდებ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტებს საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, რომ დაწერეთ თქვენი საბაკალავრო ნაშრომები სომხეთზე და აზერბაიჯანზე, ან ჩრდილო კავკასიაზე. იკულიეთ ეს საკითხები, მისდიეთ ამ თემებს ბოლომდე, ჩამოყალიბდით ჩვენი მეზობლების ექსპერტებად. წელიწადში სომხეთის ერთი ექსპერტი ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე 200 იურისტი, რომელსაც, ასე იგი, თუ 2000 იურისტი, რომელსაც ბოთლებივით უშვებენ ჩვენი, ასე ვთქვათ, უმაღლესი სასწავლებლები. ასე რომ წასახალისებელია ეს მიმართულება და როდესაც ჩვენ გვეყოლება მემარცხენე ხელისუფლება, საქართველოში არსებული პატარა ინსტიტუტები, რომლებიც სამეზობლოს იკვლევენ, იქცევიან ძალიან დიდ ინსტიტუტად, ძალიან მხარდაჭერილ ინსტიტუტად და საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება ძლიერი სტრუქტურის შექმნა სახელწოდებით საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინსტიტუტი, რომელიც გვაქვს, მაგრამ პატარაა და მომავალში ეს ინსტიტუტი უნდა იყოს ძალიან ძლიერი და თურქეთი, სომხეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი ჩვენ უნდა გქონდეს შესწავლილი ძალიან ღრმად, იმიტომ რომ საფრთხე გვემუქრება, საშიშროება რეალურია, თუ ჩვენი გეოპოლიტიკური, თუ სოციალ-ეკონომიკური გარემო და კონტექსტი არ გვეცოდინება. გამოიწერეთ ეს არხი, დალაიქეთ ეს ვიდეოები, დამისვით შეკითხვები კომენტარში, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ და რაც თავარია, გააზიარეთ ეს ვიდეო, რომ ეკება ვინმე ვიდეოგრაფი გამომიჩნდეს და კუსტარულად ჩაწერილი ვიდეოების ნაცვლად, რომელიც 3 საათი გრძელდება და არავინ არ უყურებთ, გავაკეთოთ ისეთი ვიდეოები, რომლებსაც სხვებიც უყურებენ და რაღაცა TikTok-ზე რეკლამას დაგვიდებენ, რომ აქეთ წამოვიდეს ხალხი და YouTube-ზე გადმოვიდნენ. ასე რომ თქვენი იმედი გვაქვს, თქვენი დახმარების იმედი. დიდი მადლობა, კარგად.